მოგესალმებით, შენი შუაღამე ეთერშია. მე მარტო ვარ, მაგრამ ილო ძალიან მალე შემოგვიერთდება. დღეს არის პროტესტის 79 დღე. 79 დღეა თბილისის ქუჩებში და მთელ საქართველოში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. პროტესტი საპოლიციო და ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ. დღეს 34 დღეა, რაც მზია ამაღლობელი შიმშილობს, 29 დღეა, რაც თემურ ქათამაძე შიმშილობს და არ ვიცი, ჯერჯერობით მხოლოდ ცინიკური და დამამცირებელი დამოკიდებულება არის ყველა ჩვენი სინდისის პატიმრის მიმართ, მოშიმშილეების მიმართაც და არა მხოლოდ თითოეული საქართველოს მოქალაქის მიმართ. იმიტომ რომ, როდესაც 79 დღის განმავლობაში ადამიანები უწყვეტად, მშვიდობიანად, გაუტეხელად, პრინციპულად რაღაცას ითხოვენ და ხელისუფლების, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან არის მხოლოდ იგნორი, მხოლოდ ცინიკური დამოკიდებულება და ამას ზემოდან ემატება საპოლიციო კანონების თუ საერთოდ ცხოვრების პირობების აუტანულად გადაქცევა და გართულება, ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი. ეს არის ის, რომ ხელისუფლება ვითომ გვაჩვენებს, რომ მათ არ ესმით, სინამდვილეში ჩვენ კარგად ხედავთ, რომ მათ ძალიან კარგად ესმით ეს ყველაფერი. ჩვენ ხედავთ ადამიანებს, რამდენ ჯარიმას უწესებენ, როგორ შეუჩერებლად გრძელდება ეს ყველაფერი. თუმცა აი ამ ძალიან სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ ის რასაც დღეს საქართველოს მოქალაქეები აკეთებენ, ჩემთვის პირადად ეს არის უდიდესი გმირობა, იმიტომ რომ ეს არის შეუჩერებელი ჩვენება იმისა, თუ როგორ უყვართ ადამიანებს თავიანთი ქვეყანა, როგორ იბრძვიან და როგორ ბოლომდე იბრძოლებენ თავიანთი უფლებებისთვის, თავიანთი აწმყოსთვის და მომავლისთვის. აქვე აუცილებლად მინდა, რომ ჩვენი ყველა სინდისის პატიმარს, როგორც ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ, მათ გამოუცხადო სოლიდარობა, თანადგომა, უთხრა რომ ჩვენ მათთან ერთად ვართ და თუ კი ახლა ჩვენ გვიყურებთ, იცოდეთ რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ აუცილებლად დავანიშნინებთ ახალ არჩევნებს ამ ხელისუფლებას და აუცილებლად ერთად გარეთ ვიზეიმებთ ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას და ჩვენი თავისუფლების გამარჯვებას. ნიკუშა კაცია მინდა მოვიკითხო, იმიტომ რომ რამდენიმე დღის წინ მან მომწერა წერილი და მართლა ძალიან გულის ამაჩუყებელი არის ის ყველაფერი, რასაც ამ 4 კედელში გამოკეტილი უკანონოდ გამოკეტილი ადამიანები აკეთებენ, რამხელა ძალას და ენერგიას გვაძლევენ და რაღაცნაირად ჩვენ მივეჩვიეთ, რაღაცნაირ სტატისტიკად გადაიქცა თითქოს ასე გააკეთა ჩვენმა რეჟიმმა, რომ რაღაც ციფრად გადააქციეს ეს ადამიანები, თუმცა ვერასოდეს ვერ მოხდება ეს, იმიტომ რომ აი 4 კედელში გამოკეტილი ადამიანები არიან ბევრად უფრო თავისუფლები, ბევრად უფრო ღირსეულები და ბევრად უფრო ძლიერები, ვიდრე ნებისმიერი ის მილიონერი, რომელიც კაბინეტში ზის ახლა და გონიათ, რომ კანონები და ძალაუფლება მათ ხელშია. მათ აქვთ რაღაც სისტემური ძალაუფლება ნამდვილად, მათ აქვთ ძალიან ბევრი მილიონი და მილიარდი, თუმცა ის თავისუფლება და სამშობლოს სიყვარული და ის სიმართლე და ენერგია, რაც ხალხის მხარეს არის, ნამდვილად ბევრად უფრო ძლიერია და ჩვენ ვხედავთ ამას. ჩვენ გვიჭირს ხოლმე იმის თქმა, თუ რა გეგმა გვაქვს და ბევრჯერ იყო ამაზე საუბარი, რომ რა არის გეგმა, როგორ უნდა გავიმარჯვოთ. ხშირად არის, რომ უიმედობა ისადგურებს და ნიჰილიზმი მეც მქონია პერიოდები, რომ რაღაცნაირად თითქოს იბრძვი და რადგანაც არაფერ პატარა გამარჯვებას არ ხედავ, გგონია, რომ ყველაფერი ცუდად არის და არაფერი არ შეიცვლება. სინამდვილეში თუ კარგად დავაკვირდებით, ის რასაც ცდილობს რეჟიმი ყოველ ფეხის ნაბიჯზე, როგორც ცდილობს, რომ გაგვირთულოს ჩვენ ცხოვრება და არსებობა ამ ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს წინააღმდეგობას და ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი. ეს ნიშნავს იმას, რომ სანამ ჩვენ არ გავჩერდებით, რეჟიმი გამარჯვებული ვერ იქნება. და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დამარცხებულები არ ვართ და ჩვენი სიმსუბუქით და სილაღით და თავისუფლების სიყვარულით ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ვიმარჯვებთ რეჟიმზე. მე აბსოლუტურად ასეთი განწყობა მაქვს და ის რაც ქვეყნის შიგნით ხდება და დიდხანს ეგონა რეჟიმს, რომ ეს პროტესტი იქნებოდა მილევადი, თუმცა ჩვენ ვხედავთ რაღაც პერიოდში თითქოს იყო ეს განცდა, რომ ხალხი დაიღალა, თუმცა ყოველ დღე უკვე ვუყურებთ, რომ ყოველ შემდეგ დღეს ხალხის რაოდენობა იმატებს და ვხედავთ ჩვენ, რომ მართლაც არ გაჩერდება ხალხის მდინარე ქვეყნის გულიდან გამომდინარე. რაღაცნაირ ზოგჯერ ცოტა
შეიძლება ესეთი განცდა რჩება ხოლმე და მეც მიფიქრე ამაზე ბევრჯერ, რომ შეიძლება ცოტა პოეტურად და პათეტიურად ჟღერდეს ის ყოველდღიური სიტყვები, რასაც ჩვენ ერთმანეთს პირად საუბრებში თუ გარეთ თბილისის ქუჩებში თუ ტელეეთერებით ერთმანეთს ვესაუბრებით, თუმცა დიახ, ასეთ ეპოქაში ვართ ახლა, როდესაც მართლა პოეტურად და რაღაც გმირობად არის გადაქცეული თითოეული ჩვენგანის ცხოვრება, იმიტომ რომ დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქე გადაიქცა უსახელო გმირად, იმიტომ რომ ეს ადამიანები იბრძვიან სიმართლისთვის, ებრძვიან ბოროტ რეჟიმს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. უბრალოდ მთავარი არის ის, რომ რაღაც ამის ხიბლში არ ჩავარდეთ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ სიმართლე ჩვენს მხარეს არის, ეს არის ურთულესი ბრძოლა, ძალიან დამღლელი ბრძოლა, ძალიან დამაზიანებელი ბრძოლა და რაღაცნაირად მთავარია, რომ შევინარჩუნოთ რაციონალურობა, შევინარჩუნოთ ენერგია და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს ბრძოლა და აუცილებლად ეს ყველაფერი უნდა მოვახერხოთ, რომ მოხდეს მალე, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი არის საპყრობილეში და ისინი აუცილებლად ძალიან მალე გარეთ უნდა იყვნენ, ადამიანები შიმშილობენ და ჩვენ ხედავთ რეჟიმი რამდენად ცინიკურია ადამიანური ტკივილების, უფლებების და სიცოცხლის მიმართ. მეტსაც ვიტყვი, ცინიკური კი არა, ფაშიზმი არის უკვე, რასაც ისინი აკეთებენ. რეჟიმი დღეს ჩვენ გვეძახის ლიბერალურ ფაშისტებს, თუ არ ვიცი რაღაც წარმოუდგენელ სიტყვად შეთანხმებები აქვს მოფიქრებული ჩვენს წინააღმდეგ, თუმცა ვხედავთ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რეჟიმს არ მოწონს, მათთვის არის მიუღებელი და შეუძლიათ, რომ უბრალოდ გაანადგურონ, შეუძლიათ, რომ საერთოდ შესაძლებლობაც არ მიცენ ადამიანს ცხოვრების და ეს ასე ვერ მოხდება. ამასობაში ჩემი ილო ბეროშვილიც შემომიერთდა. მადლობა ილო, რომ მოხვედი, ძალიან გამიხარდა. მეც ასევე, კარგია რომ შემოგიერთდი, ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ ეგრე ვართ რა. წარმოიდგინე რომელი საათი და საცობი იყო მაინც. იმიტომ რომ ქარეთ ხალხია უჩაში. იმიტომ რომ აქციები და იმიტომ რომ გმირთა მოედანიც გადათხარეს, გონიათ რომ გზების გადათხრით და ვითომ რეაბილიტაციის დაწყებით ჩვენ ხელშეგვიშლიან და რამის შეგვეშინდება, თუმცა ეს ასე არ არის ნამდვილად. კი ბატონო და გისმენდი და ძალიან სწორი რაღაცა თქვი, რომ რაციონალურობა ძალიან მნიშვნელოვანია და ენერგიების, ასე ვთქვათ, გადანაწილება, იმიტომ რომ როდესაც მარათონია და შენ სწორად აღნიშნე და არის ხანგრძლივი ბრძოლა, თან ვითომეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ მოვლენებს, რაც რა ხდება საერთოდ, ამერიკის რაღაც, ერთი დღე, ერთი განცხადება, რომელიც აბსოლუტურად საპირისპიროა მეორე დღეს, მეორე განცხადება, ძალიან სწრაფად იცვლება მოცემულობები, ამიტომ განწყობებზეც, მაგრამ მოქმედებს და როდესაც ამთხელანი საინფორმაციო ნაკადია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რაციონალურობას, დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ ნერვების ომია და ესეც იყოს გათვალისწინებული და საკუთარი თავზე მუშაობაზე და მენეჯმენტებასაც რომ რაღაცნაირად გაუძლო ამ რიტმს, რომელიც არის, იმიტომ რომ გზადაგზა ეხლა თუ პროდუქტიულობა ყველამ ერთად დაკარგა, ხა რაღაცა ჯგუფს თუ დაეკარგება, ეგ კიდე არ არის პრობლემა, იმიტომ რომ საჭირო დროს მათი აქტივაცია მოხდება, რაღაცა დიდი აქცია იქნება ან ასე შემდეგ და თუმცა უცებ ჩაგერთები, აი ხა ცოტა ხნის წინ სანამ ეთერში შემოვიდოდი, ნახე ვიღაცის პოსტი არ მახსოვს სამწუხაროდ ვისი იყო, რომ ხშირად არის, აი მე მქონდა ეხლა რამდენიმე დღე, რომ საკმაოდ მძიმედ ვიყავი ემოციურად და აქციაზე გასვლას და განსაკუთრებით საზმაუს მარშს, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან ყოველდღიურად არის აქცია და ეს აქცია მარშით მიდის რუსთაველზე, აქვს თერაპიული ეფექტი, იმიტომ რომ მართლა ძალიან ჯერ ერთი თვითონ პროცესს ეხმარები, როდესაც იქ ხარ, მეორეს ერთი ძალიან დიდ ენერგიას გაძლევს ის შეძახილები, ის სიტყვები, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით, ერთმანეთის დანახვა, ერთმანეთის ენერგიის შეგრძნება და ეს ძალიან გეხმარება. მე ჩემს მეგობარს დღეს ვწერდი რაღაცნაირად ემოციურად ვერ ვიყავი კარგად და ის იყო მარშზე და მიგზავნიდა ვოისებს საზმაუს მარში, როგორ მიდიოდა რუსთაველის გამზირისკენ და მართლა ძალიან დიდი ძალა და ენერგია მომცა, იმიტომ რომ ჩვენ არ გავჩერდებით და აუცილებლად უნდა დაინიშნოს არჩევნები. ბოდი შემოსთქმა და ხო, ლაპარაკობთ რა. კიდევ ერთი რაც ძალიან ეხა იმ დღეს გუშინ წინ იყო მე მგონი რომ ვიყავი აქციაზე და გადაკეტილი იყო მაშინაც უკვე მართალია ცოტა აქედან ცოტა შეთხელებული იყო მაგრამ მაინც და ერთი გოგო იყო რომელსაც ეცვა ესეთი რაღაცა თანამედროვე ვერსია ცოტა ჩოხის რაც ქალის უბრალოდ ქალის რაღაც სამოსის რა ტრადიციულის რა შერეული იყო რაღაცა ოსურ ქართულ რაღაც და ყავა ეჭირა და ნუ სვავდა ამას და თან აი ვეუბნებოდით რომ როცივა და ჩაიცვი და არა უკვე შევეჩვიეთ რაღაცა და იმაზე დავფიქრდი რომ ანუ როგორ ციოდა ანუ როგორ იდგა და მიუხედავად ამ ამდენი ხნის ანუ მაინც რომ საკუთარ თავში ძალას პოულობდა რომ აი ცოტა ირონიით ელაპარაკა და ხან თავის თავზე ხუმრობდა და ხან სხვაზე ხუმრობდა ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და კიდე ერთი როცა აქციები იყო აი მაშინ როგორ უვლიდა ხალხი ერთმანეთს მე გულისხმობ აი უფრო მასშტაბური როცა იყო ხოლმე
ყავები რო რიგდებოდა ხო და არა როცა ბევრია და მაშინ ხო პირველად ჩვენ ხო ეს ყველაფერი რაღაცები გზადაგზა განვიცადეთ ეხა უკვე ჩვენთან ეს ნორმალიზდა და უკვე ჩვეულებრივი ამბავია მაგრამ სუსუთავიდან აი მაშინ განსაკუთრებით როცა ესეც ახალი ის ქონდა რა ქვია ასე ვთქვათ განცდილი ის კატასტროფა რაც უცებ შეიცვალა და კიდევ უფრო ბრუტალური გახდა ხო რაღაც სიმპტომები და ნიშნები მანამდეც იყო მაგრამ რაღაცა მომენტში აი უცებ ძალიან ისეთი მოძალადე გახდა რეჟიმი და ამ დროს აი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ქუჩაში აი მყავების დარიგება ერთმანეთის მოვლა აი რასაც შენ ამბობ ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია ის რაღაცა ძალიან გადამდებია ან თუნდაც რომელიმე ახალგაზრდასთან რო საუბრობ მას ერთი იგივე ტკივილი აქვს მაგრამ კიდე სხვანაირი პერსპექტივით იქ ახლა შეხვდება იმას ელაპარაკები ის კიდე სხვა რაღაცებს იხსენებს და თავისი კიდე პერსპექტივით ხო და მართალია რომ ტყუილ არ ვამბობთ რომ ვივსებით კი ნამდვილად და არის ჩვენში ძალიან დიდი კაცრავად ძალიან დიდი რესურსი ადამიანურიც ინტელექტუალურიც გონებრივიც და ენერგიისაც და ეს ჩვენ ერთმანეთს აუცილებლად უნდა კი არა ჩვენ ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ და ეს ასეც გაგრძელდება აუცილებლად მინდა ვახსენო რომ ხვალ არის ევროპის მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ მარში იმიტომ რომ უკვე 34 დღეამდე ამაღლობელი შიმშილობს და ის არ შიმშილობს მხოლოდ საკუთარი თავის თავისუფლებისთვის ის შიმშილობს ქვეყნის თავისუფლებისთვის და მე მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ დავანახოთ რეჟიმს არ შეიძლება ადამიანის მიმართ ასეთი ცინიკური და ასეთი ფაშისტური დამოკიდებულება გქონდეს და თან საუბრობდე რაღაც ღირებულებებზე როცა როგორც ეს ჩვენი რეჟიმი მე მგონი აღარ ვიცი ვინმე შეჯერა თუ არა და ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ძალიან ბევრნი ვიყოთ და ყველა ვიყოთ ამ მარშზე იმიტომ რომ მზია ჩემთვის დღეს არის სიმბოლო ის არის ქალი რომელმაც რეჟიმს სილა გააწნა და გამოაფხიზლა ყველა და ყველაფერი არა მარტო საქართველოს მთელი მსოფლიო მე ასე ვიტყოდი და ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანი დატვირთვა და ჩვენ ხედავთ როგორი ჯიუტი და როგორი პრინციპულია ის ამ თავის გადაწყვეტილებაში და მართლა ყოველდღე ჩემ პირად ცხოვრებად იქცა უკვე მართლა დილა ამით იწყება და არა მარტო ჩემ მე დარწმუნებული ვარ რომ ყველა ადამიანი ყველა საქართველოს მოქალაქე ყოველ წამიერად ვფიქრობთ მასზე და ერთ რაღაცნაირი შერეული შეგრძნებებია რა ერთდროულად ძალიან აღმაფრთოვანებელია და თან ძალიან საშიში არის მისი ეს ძალა და ეს პრინციპულობა და ამიტომ ვფიქრობ რომ აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ ეს სოლიდარობა და ერთად დგომა კიდევ ერთხელ კიდევ რამდენჯერაც იქნება საჭირო იმდენჯერ დავანახებთ ამ ხელისუფლებას ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას რომ ასე არ არის ჩვენ ბევრნი ვართ ჩვენ ერთად ვართ ჩვენ არ დავიღლებით ზამთარიც გაილია როგორც ონისამ თქვა რომ ეგონათ რომ აქციები იყო მილევად რეჟიმში აღმოჩნდა რომ ზამთარი არის მილევად რეჟიმში გაზაფხულიც მალე მოვა და დათბება კიდეც და კიდევ უფრო მეტად არ დავიღლებით ვაიმე ჩვენ თაობას გვაქვს გამოლილი ეკას ზუკოს და იუპის სვავდით ეხლა ხაზე მელაპარაკები და მაშინ რომ სალამის ძეხვებს ეძახდნენ ისეთი იყო დღეს რომ ჭამოთ ალბათ ეგ გვაქვს გამოლილი და 1000 რამე ნამდვილად ასე ღიმილით და ერთად დგომით დავამარცხებთ ამ რეჟიმს აუცილებლად მე მგონი შეგვიძლია რომ ჩვენს სტუმრებს დავუძახოთ უკვე და გადავიდეთ თემაზე იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემა გვაქვს დღეს სისტემის ბზარი დავუძახებთ უკვე დღევანდელი ჩვენი სტუმრები არიან გიგა ლემონჯავა პარტია კოალიცია ცვლილებისთვის წევრი და მარიკა არევაძე პარტია კოალიცია ცვლილებისთვის წევრი მობრძანდით ძალიან მხარია რომ ყვედით მადლობა ამისთვის და ჩვენ უკვე ბევრი ვისაუბრეთ მაგრამ ყველანი ვხედავთ თუ რა მდგომარეობაშია როგორ არ მინდა ამის თქმა, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში ასეა რაღაც პანიკურ რეაქციებს ემსგავსება რეჟიმის ეს რაღაც გამოხტომები, პოლიციელები რო ფოსტალიონებად აქცია და დადიან და არიგებენ ამ ჯარიმებს, ესე გაუთავებლად და ადამიანებს არაერთი ჯარიმა აქვს უკვე მისული ბატონი პაატა ბურჭულაძის იუბილეს შემდეგ ვნახეთ რომ სახლში საჩუქრად ჯარიმა მიუტანეს და ვუყურებდი როგორ ეღიმებოდათ და ნინო ქათამაძეს მეორე ჯარიმა მიუტანეს ვინდა წერა პაატა ბურჭულაძე ოპერისტის სიმღერის გამო დააჯარიმესო ვიღაცამ დაწერა მაგრამ ნუ ფაქტია ესე გამოვიდა ხო და ნუ აი რაღაცა აბსოლუტურ აბსურდში ვართ თუმცა შეგვიძლია რომ აი მათი ეს ნაბიჯი მათ საწინააღმდეგოდ გამოვიყენოთ და ამაზეც ვისაუბრებთ თუმცა მე და შენ სანამ ეთერში შემოვიდოდით ვსაუბრობდით ზოგადად მოსამართლის მნიშვნელობაზე და მინდა აუცილებლად ამით დავიწყოთ საერთოდ რას ნიშნავს მოსამართლე ქვეყანაში რამხელა ძალა აქვს მოსამართლეს და რამხელა ცვლილების შეტანა შეუძლია ყველაფერში აი ამაზე რო დავიწყოთ საუბარი და მერე გადავიდეთ ჯარიმებზე და საღამო მშვიდობისა პირველ რიგში მოგესალმებით თქვენს და მივესალმებით ჩვენს მაყურებელსაც მართლა ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხე, იმიტომ რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში, ზოგადად დემოკრატიულ
დემოკრატია დგას მართლმსაჯულებაზე და თუ მართლმსაჯულება არ არის გამართული, იქ წარმოუდგენელია საუბარი ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობაზე და ასე შემდეგ, ხომ? ჩვენ რო შევხედოთ, ანუ მოსამართლის როლს და დანიშნულებას, მოსამართლეს აქვს აი ყველაზე მაღალი თანამდებობა, იმიტომ რომ მას შეუძლია მართლმსაჯულება განახორციელოს. აი მაგალითად დღევანდელ რეალობაზე რო გავავლოთ პარალელი, მოსამართლე თუ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფუძვლო რაღაც ასე ვთქვათ ოქმებს არ დაადასტურებს, არ დაუდგენს სამართალდარღვევებს, ცრუ მოწმე პოლიციელებს არ მისცემს შესაძლებლობას, რომ ეს ცრუ რაღაცა სიმართლე დააკანონონ, შინაგან საქმეთა სამინისტრო უბრალოდ აღარ მიმართავს სასამართლოს და შესაბამისად აღარ გვეყოლება ამდენი ადამიანი, რომელსაც რაღაცა 5,000 და უამრავ ჯარიმას აწესებენ, ხო? ისევე როგორც არ გვეყოლება რეჟიმის პატიმრები და სისხლის სამართლებრივი წესით ორთვიან წინასწარ პატიმრობა გაშვებული ადამიანები, იმიტომ რომ პროკურატურა თუ დაინახავს, რომ მისი შეკერილი, ეგრეთ წოდებული შეკერილი საქმით შედეგი არ დგება, იმიტომ რომ სასამართლო ახორციელებს მართლმსაჯულებას, რა თქმა უნდა, აღარ გვეყოლება რეჟიმის პატიმრები. ამიტომ არის, რომ მოსამართლე არის ძალიან მაღალი თანამდებობა, მოსამართლეს შეუძლია ქვეყანაში იყოს დემოკრატიის გარანტი, მართლმსაჯულების გარანტი და განსაკუთრებით ასე ვთქვათ, მტკივნეულია ჩემთვის, როგორც სამართალმცოდნესთვის, მე ადვოკატი გახლავართ პროფესიით, როდესაც ვხედავ, რომ სასამართლოში მართლმსაჯულება აღარ არის და სასამართლოში იმ შენობაში, სადაც მეც თქვენს ყოველდღიურად დავდივართ იმისთვის, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა განვახორციელოთ, ყველაფერი ხდება სამართლიანობის გარდა, ყველაფერი ხდება მართლმსაჯულების გარდა და შესაბამისად ჩვენ გვჭირდება ამ ცვლილებების ახალი არჩევნების და მე მჯერა, რომ ეს ახალი არჩევნები იქნება, ახალი არჩევნების შემდგომ ჩვენ გვჭირდება ყველაზე მეტად ფუნდამენტური რეფორმა სწორედ სასამართლოსი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ, თუ ჩვენ გვეყოლება დამოუკიდებელი, გამბედავი, კანონის უზენაესის პატივისმცემელი მოსამართლე, აღარ იქნება არც დასჯა, არც რეპრესიები და არც ამდენი თვითნებობა და თავნებობა სამართალდამცავი უწყებების მხრიდან. დაბალანსდება. თვითონ რამდენად არის მოთხოვნილება ხალხში იმისი, რომ თავისუფალი სასამართლო რამდენად უნდათ. ეხლა რას გულისხმობთ? მე რა თქმა უნდა ეს შეიძლება უნდათ, მაგრამ რამდენად საკმარისად აწუხებთ მათ და რამდენად კრიტიკულია დღეს საქართველოში ადამიანებისთვის ის, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. ანუ თქვენ თუ გისაუბრეთ, თუნდაც ამორჩევლებთან, ანუ აი მე რამდენია ხოლმე პრიორიტეტებში ისევ ვამბობ რა თქვა, რამდენად გააზრებული აქვთ ეს შეიძლება მეც ბევრი რამე მინდოდეს, მაგრამ ბოლოდი არ მქონეს მნიშვნელობა გააზრებული. და რამდენად არის საქართველოში დღეს გააზრებული მნიშვნელობა დამოუკიდებელი სასამართლოს? ეგ არის ყველაზე მთავარი. კი, გააზრებული არის, თუმცა პრიორიტეტებში პირველ და მეორე ადგილას ნამდვილად არ არის, მაგრამ ბოლო მოვლენებმა აშკარად აჩვენა, რომ თუ არ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო, ვერ იქნება ქვეყანაში მართლმსაჯულება, სამართალი, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. ხო, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს შერჩევითი სამართალი და უკვე თითქმის, ანუ ძალიან ბევრ ადამიანს შეეხო ეს უსამართლობა. ძალიან ბევრი ადამიანი თუ უშუალოდ სამართალდამღების სკამზე არ დასვა ამ რეჟიმმა, ხო, ტელევიზიიდან უყურებს, როგორ ცრუ ჩვენებების, აბსურდული მოცემულობების ფარგლებში ხდება, ასე ვთქვათ, სამართალდამღვევად. ხო, იცი რა, ეხლა საუბრობდი და ესე კი ვიცით, თუმცა მაინც იმდენი ხანია მიჩვეულები ვართ საქართველოში და საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, რომ სასამართლოში დიდათ აი ნდობა ესე, რომ სასამართლო უზენაესი ინსტიტუცია, სადაც მიხვალ და შენ უფლებებს დაამტკიცებ თუ მართალი ხარ, ეს წარმოდგენა რაღაც არასოდეს არ ქონია და თვითონ ის ფაქტი, რომ მოსამართლე არის ყველაზე უფრო მაღალი რანგის თანამდებობა. კი, ამას მე მგონი მოსამართლეებიც ვერ აცნობიერებენ. მოსამართლე არის შინაგან საქმეთა სამინისტროზეც და პროკურატურაზეც უფრო ძლიერი პირი, ის ადამიანი, რომელიც იმ მანტიით გზის, შეუძლია ამხელა ძალაუფლება აქვს, ეს მგონია, რომ კარგად არ აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, არ გვაქვს გააზრებული, რომ ეს არიან ის ადამიანები, რომ არასოდეს ჩვენთვის მოსამართლეები არ ყოფილან, აი რაღაც ვიცით, რომ უბრალოდ არიან ადამიანები, რომლებსაც მაღალი ხელფასი აქვთ და დიდათ ეხა აი რავი რა, ახლობ ნაცნობობა თუ არ ყავს, ნუ შეიძლება მოიგო პროცესი, მაგრამ გააჩნია თან შენ ამბობ, რომ საქართველოს მოქალაქე არ არის შეცვლილი თავისუფალ სასამართლოს. ხაზი რო გაუსვათ, ასე ვთქვათ, სისტემაში ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი მოსამართლეები, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, იმიტომ რომ მე მაქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება საადვოკატო საქმიანობის, სამოქალაქოს მიმართულებით და მე შემხვედრია ისეთი მოსამართლეები, რომლებსაც დღემდე მაქვს კონტაქტი შენარჩუნებული და ვიცი, რომ ისინიც შიგნიდან ჩვენ გულშემატკივრობენ, რა თქმა უნდა, ეხლა მე ვერ დავასახელებ ამ ადამიანებს, თუნდაც იმიტომ, რომ პრობლემები არ შეექმნათ, მაგრამ ისინი
ისინი უმცირესობაში არიან და აი ეს რეჟიმის საქმეები, რომელიც შედის არ ეწერებათ მათ, ეწერებათ იმ მოსამართლეებს, რომლებიც ვერაცნობიერებენ საკუთარ როლს, საკუთარ მნიშვნელობას და იმას თუ რა შეუძლიათ ამ კრიზისიდან რომ გამოიყვანონ ეს ქვეყანა. ამხელა ძალას ხო, ნუ არა ეს კლანმმართველობის შედეგი. რაღაც რუბრიკა გქონდა ანა არგანაშვილი და ანა აბაშიძე ყავდნენ ხოლმე და რაღაც ბავშვთა უფლებების საქმეებზე გვიყვებოდნენ ხოლმე ამბებს და იქ არაერთხელ უთქვამთ აი მოსამართლეების ესეთი ძალიან სამართლიანი და ესეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და გვითქვამს კიდეც ამ მოსამართლეების სახელები და გვარებიც და მადლობაც გადაგვიხდია მათთვის და რავი ალბათ დღესდღეობით როცა ამ სიტუაციაში ვართ და ამ რეჟიმს აუცილებლად შევცვლით ეგენი არიან ის ადამიანები ვისი იმედიც უნდა გქონდეს. გიგასთან მაკითხვა მოდი ესე ვთქვათ, ანუ ჩვენ ხშირად ბევრი მიზეზი არსებობს იმისათვის თუ რატომ ვარდებიან ხანდახან პესიმისტში ადამიანები, ხო? ანუ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ისე ხშირად არ კეთდება აქცენტი თუნდაც ოღონდ ჯანსაღად იმაზე, აი ზედმეტი უტრირების გარეშე მე არ მომისმენია, რაც იმას არ ნიშნავს, რომ არ ყოფილა ამისი ანალიზი, მაგრამ მე არ მომისმენია ქართული ოცნების მაგალითად დაშვებული შეცდომები თუნდაც ბოლო 3-4 თვის განმავლობაში, ანუ არჩევნების შემდეგ. რა შეიძლება მიიჩნიოს აი შენი აზრით ყველაზე დიდ ბზარად სისტემისთვის და თუ არის შესაძლებელი თქვათ რაღაცნაირად მომავალშიც რო გადავიდეთ და ანუ რამ შეიძლება გამოიწვიოს მომავალში რისი ეშინიათ მათ რომ ყველაზე სუსტ-წერტილად რას თვლიან თქვათ პირობითად ციხესიმაგრეში სამშვიდობის მოსამბე მაყურებელს ჩემი აზრით ქართული ოცნების მთავარი სისუსტე არის ის რომ მათი ძალაუფლება დგას სინამდვილეში რამდენიმე ასეულ მოძალადეზე. ამ მოძალადეებში შედის როგორც ეგრეთ წოდებული პოლიცია, ასევე ეგრეთ წოდებული პროკურატურა, ეგრეთ წოდებული მოსამართლეები, მაგრამ ეს არის რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც უნარჩუნებს უკანონო ძალაუფლებას ბიძინას. და ჩვენ მხარეს არის ასეულობით 1000 ენთუზიასტი და ჩვენ შორ мотиваციებში არის ძალიან დიდი განსხვავება. მათი мотиваცია არის ზოგიერთის შემთხვევაში სიბოროტე, ადამიანური, ზოგიერთის შემთხვევაში კარიერული დაწინაურების სურვილი, ზოგიერთის შემთხვევაში პრემია და ხელფასი. ჩვენ შემთხვევაში ეს არის თვითგადარჩენა. თვითგადარჩენაც ალბათ სავარაუდოდ შიშიც შეიძლება იყოს ფაქტორი, რატომაც შეიძლება ცუდ საქმეებს აკეთებდე, მაგრამ ჩვენ მხარეს არის ბევრად მეტი ადამიანი, რომლის мотиваცია არის გაცილებით ძლიერი ვიდრე მათი. ჩვენი мотиваცია არის ამ ქვეყნის თავისუფლება. თითოეული ჩვენგანის პერსონალური, ადამიანური თავისუფლებები მათ შორის და რა უბრალოდ რაღაც ქიმერული სახელმწიფოებრივი თავისუფლება, ჩვენი ოჯახების და მეგობრების თავისუფლება. იმიტომ რომ აქ ხო უკვე პოლიტიკურ გემოვნებაზეც აღარ არის საკითხი, ხო, რომელიც ეგზისტენციალური საკითხი. ხო, აქ არის რომ ან ეს ქვეყანა აგრძელებს არსებობას ისეთად, როგორადაც ჩაიფიქრეს თავის დროზე და როგორადაც ჩვენ წარმოვიდგენთ ამ ქვეყანას, ან იქნება ისეთი, როგორადაც წარმოუდგენია, რა ვიცი, ხარებას და მურუსიძეს. ამაზეა ლაპარაკი და ხარებას და მურუსიძეს ძალიან ცუდი საქართველოს წარმოუდგენია სინამდვილეში, სადაც არ არის სახელმწიფოებრიობა, ბოლომდე დესუვერენიზებული ქვეყანა, რომელსაც პირდაპირ მართავენ კრემლიდან. ეს არის მათი ოცნებები. ჩვენს უკან ასევე დგას ძალიან დიდი საისტორიო არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ესეთი ტიპის ძალადობრივი რეჟიმები ემხობიან და ემხობიან ძალიან მტკივნეულად თან. თუ მკითხავთ პრაქტიკულ ასპექტებზე, პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რები უნდა გადავდგათ. პირველი ნაბიჯი არის არ გაჩერება. არ არსებობს დიქტატურაში, არ არსებობს უნივერსალური ფორმულა. აი გეგმას რო ითხოვნა. ეგ გეგმა არ არსებობს. ვერი არსებობს დიქტატურაში გეგმა, როგორ დავამხოთ დიქტატურა, ამის შესახებ ნაბიჯ გეგმა ვერი არსებობს. გეგმა არის არ გაჩერება. ის რაც ეხლა საქართველოში ხდება, არის ამ გეგმის საუკეთესო განხორციელება. აქციები იქნება ხან მრავალრიცხოვანი, ხან შედარებით ნაკლები. ხან იქნება უფრო მწვავე, ხან ნაკლებად მწვავე, მაგრამ სანამ არ ვჩერდებით, ივანიშვილი არის დამარცხებული, ეს არის მოცემულობა. მეორე ამბავი არის, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ამ რეჟიმის სისუსტეები. ამ რეჟიმს აქვს უნიშნულოვანი სისუსტეები. აი ჩვენი ინიციატივა, რაზეც დღეს უნდა ვისაუბროთ სავარაუდოდ, ეხებოდა სწორედ ერთ-ერთი ესეთი სისუსტის გამოყენებას ამ ჯარიმებთან დაკავშირებით. ჯარიმები ქართულმა ოცნებამ ბიძინამ წარმოიდგინა როგორც ხალხის შეშინების მეთოდი. ამ მეთოდმა გაჭრა რუსეთში აი ბალოტნაის აქციების შემდეგ, მას მერეაც ადმინისტრაციული დაკავებებით ვერ გააჩერეს ხალხი, დაიწყეს ძალიან დიდი ჯარიმების დაკისრება, რომელმაც შეაჩერა პროტესტი.
ამ მეთოდმა გაამართლა ბელარუსში სხვათა შორის, სხვა ბევრ მეთოდთან ერთად. მაგრამ საქართველოში განსხვავებით რუსეთისგან და ბელარუსისგან, ამ ბოროტმოქმედ სისტემას არ ყავს შეუზღუდავი რაოდენობით ადამიანები, რომლებიც აი ამ სამართალ წარმოებაში ერთვებიან ჯარიმის დაწერა, იმის განხილვა და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენი იდეა მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩვენ უნდა გავასაჩივროთ აბსოლუტურად ყველა ადმინისტრაციული ჯარიმა და თქვენ იცით რომ მათ ეს კანონით შეცვალეს ადმინისტრაციული კანონმდებლობა და თუ ადრე მოსამართლე იხილავდა, ანუ მათ ეკისრებოდათ ტვირთი რომ ემტკიცებინათ რომ შენ სამართალდამრღვევი ხარ, ეხა პირდაპირ პატრული გაბარებს ჯარიმას და მე შენ უნდა ამტკიცო რომ არ ვარ სამართალდამრღვევი და მათ იმედი ემყარება იმას რომ ჩვენ ავდგებით და ესე ცხოვრებივით დავიწყებთ ამ ჯარიმების გადახდას. ჩვენი მესიჯი მთავარი გზავნილი რომ არ გადაიხადო, გაასაჩივრე. იმიტომ რომ ეს რატომ მოიგონეს ეს წესი? იმიტომ რომ ვერ აუდიან ამ რაოდენობით ჯარიმების სამართალ წარმოებას, ვერ აუდიან. ამას ადასტურებს ვაჟა სირაძის პატაკი, რომელიც მიწერა გომელაურს, არ ვიცი გახსოვთ თუ არა, პირველ თებერვალს. სადაც თხოვა რომ ვეღარ აუდის საპატრულო დეპარტამენტი ამდენ ჯარიმების სამართალ წარმოებასო და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ჩართეთ საქმეშიო. რაღაც კონკრეტული რამდენიმე ასეულ ჯარიმაზე იყო ლაპარაკი. ჩვენ გზავნილი არის რომ არ გადაიხადოთ ეს ჯარიმები, გაასაჩივრეთ, იმიტომ რომ სულ არსებობს 6 მოსამართლე, რომელიც ამ ჯარიმებს იხილავს და მათზე მოდის ძალიან დიდი დატვირთვა. მეორე, თუ თქვენ არ გადაიხდით და გაასაჩივრებთ, ამით იცავთ ჩვენ სხვა თანამებრძოლებსაც, იმიტომ რომ რაც უფრო დიდ დროს დახარჯავენ ჩვენი ჯარიმების განხილვაზე, მით ნაკლები დრო დარჩება სხვების დასაჯარიმებლად. და სხვათა შორის ეს ორი დღე ვფიქრობ, რომ უნდა გავასაჩივროთ არა მხოლოდ ეს ეგრეთ წოდებული გზის გადაკეტვის ჯარიმები ან ნიღბის ტარებასთან დაკავშირებული ეგრეთ წოდებული ჯარიმები. ჩემი აზრით უნდა ვასაჩივროთ ნებისმიერი ადმინისტრაციული აქტი, მათ შორის მანქანის ჯარიმებიც, იმიტომ რომ ესეც ზრდის წნეხს მოსამართლეებზეც, პოლიციაზეც, მათ არ აქვთ ეს რესურსი. ჩვენ რომ ვამბობთ ხოლმე, რომ რუსეთში დაწერილია ეს სახელმძღვანელო სახელმწიფოს მიტაცებაზე ჩვენთან არ მუშაობს, მათ შორის მაგიტომაც არ მუშაობს, რომ იქით ამ მხარეს, ამ ბოროტების მხარეს რესურსი არის შეზღუდული. ჩვენ მხარეს არის შეუზღუდავი. მთავარია რომ ვიყოთ რაციონალურები და ვიყოთ გამბედავები. და ეს გასაჩივრების კამპანიაც არის სწორედ ამ რაციონალურობის ნაწილი, იმიტომ რომ ეს ფაქტია რომ სისტემაში არის ბზარი, ფაქტია რომ ეს არის სისუსტე, ჩვენ უნდა ჩავაჭიროთ ამ სისუსტეში მაქსიმალურად და ეს გასაჩივრება არის სწორედ ამ სისუსტის გამოყენების გზა ერთ-ერთი. ჩემ წრეში რამოდენიმე ადამიანმა თქვა და ეს შეეშინათ იმისი რომ ყადაღარო დამადონო და ასე შემდეგ. ამაზე როგორ არის აი მაგალითად? აი მარიკას შეუძლია მაგაზე რომ განმარტოთ რომ თქვა რეალობა იცოდეს. რა პროცედურა თქვა პირველ რიგში ჯარიმა და მოდი დავიწყოთ მოუყვეთ აი ნაბიჯ რა როგორ უნდა გავაკეთოთ. თუმცა პირველ რიგში გიგას ნაწილს გავაგრძელებ რომ ბოლო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთა კოდექსში რაც შეიტანეს და რაც მდგომარეობს იმაში რომ მათ შორის გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის ანუ აზრის გამოხატვის თავისუფლების და ეს მიტინგები მანიფესტაციების ნაწილი გადაიტანეს მოახსნეს სასამართლოს და მისცეს შესაძლებლობა რომ მოახდინოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მათი დაჯარიმება პირდაპირ მიუთითებს ზუსტად იმაზე რომ რეჟიმი არის შესუსტებული, ოღონდ შესუსტებული რა კუთხით გადაიტვირთა ვეღარ უძლებს თავისივე რეპრესიებს თვითონ და მოქალაქეები ამას უძლებენ, ხო? და ეს უკვე ძალიან კარგია თავისი მეთოდით, თავისი თავი გადატვირთა, ასე რომ ვთქვათ, და ალბათ არის იმის იმედად, რომ ეს დაჯარიმებული ასე ვთქვათ, ჯარიმის აქტები აღარ მივა სასამართლომდე, მაგრამ რა უნდა მოხდეს ახლა იმისთვის, რომ პირიქით, ასე ვთქვათ, გავაგრძელოთ რეჟიმის როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე სასამართლოს დატვირთვა. პირველი, თუ თქვენ მოგივიდათ, დაგირეკეს და გითხრეს, რომ არის ჯარიმა, ისინი არიან ვალდებულნი, რომ ჩაგაბარონ, თქვენ არსად არ უნდა მიხვიდეთ. ისინი რომ ჩაგაბარებენ ამ ჯარიმას, ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღე გაქვთ იმისთვის, რომ გაასაჩივროთ. ჩვენ აი და გიგასაც გქონდა ბრიფინგი სულ 2 დღის წინ მოვამზადეთ კოალიცია ცვლილების ადამიანის უფლებათა ოფისმა ძალიან მარტივი ფორმა, რომელსაც ადამიანი დამოუკიდებლად იურისტის და ადვოკატის ჩართულობის გარეშე შეძლებს რომ შეავსოს და გაასაჩივროს ეს აქტი, ეს ჯარიმის ოქმი. ოქმი პირველ ეტაპზე საჩივრდება შინაგან საქმეთა სამინისტროში და როდესაც უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოსცემს ასე ვთქვათ გადაწყვეტილებას, შემდგომ ის საჩივრდება პირველი ინსტანციის სასამართლოებში, რაიონულ საქალაქო სასამართლოში. შემდგომ უკვე სააპელაციო ეტაპზე და ანუ ნახეთ გასაჩივრების მექანიზმი დროში იწელება და მთელს ამ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით იტვირთება, იმიტომ რომ საქმეები კიდე განსახილველი უხდება, მას აქამდე ეს არ ქონდა და მეორე
სასამართლოში ისევ საქმეები შევა და ისევ მოხდება, ასე ვთქვათ, სამართალ-წარმოების პროცესის წარმართვა. ყადაღაზე რაც მკითხეთ, გასაჩივრება ამ შემთხვევაში აჩერებს გადახდის ვალდებულებას. ესე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, ხო? ანუ ბიუჯეტშიც არ შეუვათ ისე მასიურად და დროის მოკლე მონაკვეთში ის თანხები, რისი მოლოდინიც აქვს, იმიტომ რომ ჩვენგან იღებენ უსაფუძვლოდ, ასე ვთქვათ, ამ ჯარიმების ფარგლებში თანხებს და მერე ის თანხები ხმარდება ისევ გედედეს და სპეცრაზმის ამ გაუგონარ ძალადობას და ჩვენ არაერთხელ გვაქვს ეს ძალადობა ნანახი, ხო? მთელი ამ პროცესის განმავლობაში ჩვენ რო შერჩევით სამართალთან გვაქვს საქმე, რა მიუთითებს, რომ ადამიანები უსაფუძვლოდ ერთი მეორეს მიყოლებით ხან სასამართლოში იბარებენ, ხან რა ვიცი ფიზიკურად უსწორდებიან და მეორეს მხრივ ეგრეთ წოდებული ტიტუშკები თუ სამართალდამცველები, რომლებიც უფლებამოსილებას ამეტებენ, არც ერთ მათგანზე მიუხედავად არაერთი მტკიცებულებისა, საქმე არ აღძრულა, არც ერთ მათგანს უფლებამოსილება არ შეჩერებია და ტიტუშკებზე ვერ შეჩერდება ხა ტიტუშკებზე ტიტუშკებს უნდა მოხდეს ტიტუშკის დაკავება და არა გაცილება და ყავა მე შოკირებული ვიყავი ერთხელ კადრით ტიტუშკა ჩასვეს პატრულის მანქანაში ისე რომ ყავა ეჭირა ხელში და ისე გადმოსვეს რომ ყავის მას აგრძელებდა და ჩვენ კიდე ყველას ერთად გვაქვს ნანახი რა სიმხეცით იჭერენ თავისუფალ მოქალაქეებს ადამიანებს რომლებსაც ეს ქვეყანა უყვართ მოკლედ რომ შევაჯამოთ ყადაღების ნაწილზე ყადაღა არ გავრცელდება მანამ სანამ გადაწყვეტილება არ იარსებებს კანონიერ ძალაში შესული და არ ამოქმედდება მისი გადახდის ვალდებულება და შინაგან საქმის წარმოების პროცესში სანამ პირველი ინსტანცია არ მიიღებს გადაწყვეტილებას მანამდე არ არის ვალდებულება გადახდის იმიტომ რომ ეს პროცესი აჩერებს თქვათ აი პირველ ინსტანციაში ანუ საქალაქო სასამართლომ მიიღო გადახდის ვალდებულება მე გადავწყვიტე რომ სააპელაციოში უნდა შევიდე ეს ჯარიმა მაინც უნდა გადავიხადო. დადგენილება როცა ჩაგბარდებათ, იქიდან 7 დღე არის უკვე იმის ჩაბარება. თუმცა მაინც აუცილებლად უნდა შევიტანოთ სააპელაციოში. კი, უნდა შევიტანოთ აუცილებლად, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, გადავტვირთოთ სისტემა და მეორე, ეს საქმეები ჩვენ პირადად ადამიანის უფლებათა ოფისი ვაპირებთ, რომ საქმეები შევკრათ შემდგომ და გაუშვათ ევროსასამართლოში, სტრასბურგში და შესაბამისად აპელაციის ეტაპიც გავლილი უნდა იყოს, ანუ ქვეყნის შიგნით პროცესი უნდა იყოს ამოწურული იმისთვის რომ წავიდეს ევროსასამართლოში და რა თქმა უნდა ცვლილებების მერე ანუ საჩივრებს აზრი აქვს დღეს არა აქვს აზრი მაგრამ ცვლილებების მერე ყველა ეს საქმე იქნება განხილული და ყველა პირი ვინც დღეს დანაშაულს ჩადის იქნება ოღონდ სამართლიანი გამოძიების ობიექტური გამოძიების ფარგლებში პასუხისგებაში მიცემა არის თან ყველაფერს რა თავი დავანებოთ ბოდიში კი მხოლოდ ანუ რეალურად მიზეზი კი რომ უნდა გავჭედოთ სისტემა, მაგრამ რეალურად ობიექტურად რო შევხედოთ, ეს ჯარიმები ხო უსაფუძვლოა. ანუ რეალურად ჩვენ ადამიანები საქართველოს მოქალაქეები რამე ბოროტებას კი არ ჩავდივართ განგებრო სისტემას ვერჩით სისტემას აუცილებლად, მაგრამ რეალურად ეს არის ნაბიჯები რომ ვიცავთ ჩვენ სამართალს, ხო გვატყუებს ეს რეჟიმი რომ ვითომ ძალიან სამართლიანები არის. არა, სისტემა რომ ძალადია, შენ ცდილობ ხვრელები იპოვო, რითიც შეიძლება რომ თქმა უნდა და ის დამატება მინდოდა ზუსტად რომ ეს გასაჩივრება არამც არნიშნავს რომ ჩვენ ვაღიარებთ ამ ვითომ ინსტიტუტების ლეგიტიმურობას ან შინაგან საქმეთა სამინისტროსი ან სასამართლოს არავითარ შემთხვევაში არც ერთი არც მეორე არ არის ლეგიტიმური მაგრამ ჩვენ უნდა ვიპოვოთ სისუსტეები და ეს სისუსტეები გამოვიყენოთ ანუ მიმართვა ადმინისტრაციული საჩივრით შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ან მერე სასამართლოსთვის არ ნიშნავს რომ ჩვენ მათ ვაღიარებთ ეს ნიშნავს რომ ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურსს რომ ეს სისტემის ბზარები გავაღრმავოთ და მეორე ამბავი რაც შეეხება მარიკა ამბობდა რომ სამომავლოდ ეს მნიშვნელოვანია ჩვენ თუ ოდესმე უნდა გქონდეს და აუცილებლად გვექნება ნორმალური სასამართლო სისტემა ეს სისტემა აუცილებლად შედგება კეთილსინდისიერების და სხვადასხვა ტესტების მეშვეობით რასაც ჩვენ ვეტინგს უწოდებთ ხოლმე ანუ სასამართლოს რეფორმა უნდა დაეფუძნოს კეთილსინდისიერების ტესტს ფინანსურ ტესტს და კომპეტენციის ტესტს კეთილსინდისიერების ტესტის ნაწილშია სხვადასხვა გამოცდილება არსებობს ალბანეთის, მოლდოვის, უკრაინის. ზუსტად ესეთ საქმეებზე როგორ რეაგირებენ მოსამართლეები, ამის მიხედვით, მათი გადაწყვეტილებების, მათი განაჩენების მიხედვით ხდება მერე მათი კეთილსინდისიერების შეფასება და როცა ეს ხელისუფლება წავა და ეს ხელისუფლება აუცილებლად წავა, თან უფრო მალე ვიდრე ზოგიერთებს წარმოუდგენიათ, ეს საქმეები იქნება მტკიცებულებები კეთილსინდისიერების
ტესტის გავლის პროცესში და ვერც ერთ მათგანს ამ ბოროტმოქმედებს, რომლებიც საკუთარ თავს მოსამართლეს უწოდებენ და ეხა დღეს საქართველოს სახელით გამოაქვთ გადაწყვეტილებები, იმიტომ რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას სამოსამართლო გამოიცემა საქართველოს სახელით. და სინამდვილეში ამ ბოროტმოქმედებს ვეღარ ექნებათ ვერავითარი არგუმენტი, იმიტომ რომ ჩვენ გვექნება მტკიცებულებები, დოკუმენტური მტკიცებულებები, როგორ იქცეოდნენ ესა თუ ის მოსამართლეები ამ ქვეყნისთვის ესეთ მნიშვნელოვან ეტაპზე. კი, ნამდვილად რაღაც ერთგვარად ის არის რა, თითქოს ეს აქტი რო აი ამდენად ადამიანები თავიანთი უფლების დაცვას დაიწყებენ, ძალიან აჩვენებს კიდევ უფრო მეტად სახეს ამ რეჟიმის მანკიერებისა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერთი იმისთვისაც რომ თვითონ იქ შიგნით სისტემაში იმ მოსამართლეებმავე იგრძნონ თავიანთი შეცდომები თუ რას აკეთებენ. და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, როდესაც გაფიცვაზე ვსაუბრობდით, სულ ამბობდი, რომ ადგნენ ეს მოსამართლეები და გაიფიცვენ თქო და მე მგონი საბოლოო ჯამში მივლენ მაგ მდგომარეობამდე ჩვენ თუ მართლა თვითონ იმდენჯერ იმას წერენ და ცხელი ხაზიც გვაქვს ჩვენ ვსაუბრობდით საგრემიეროში, რომ არ ჩერდება მართლა ეს თქვენი ცხელი ხაზი ისეთი ამბავი. თქვენ ერთად ვიყავით, როდესაც კიდე ზარები შემოდიოდა. აი ამაზეც რომ მოგვიყვა მარიკა, რა ვითარება არის. კოალიციებს, აქ შევდივართ 4 ნომერი, ანუ კოალიცია ცვლილებისთვის, კოალიცია ძლიერი საქართველო, კოალიცია ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა და გახარია საქართველოსთვის, ამ 4 ძალას გვაქვს გაერთიანებულად შექმნილი ოპოზიციის ცხელი ხაზი, სადაც ადამიანებს ვეხმარებით, ასე ვთქვათ, სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ ადვოკატი სჭირდებათ მათ და მოხალისი ადვოკატებს ვაკავშირებთ, კონსულტაცია სჭირდებათ, პროცესზე გასვლა თუ მოძებნა, როცა ესე უეცრად ვინმე სადმე დააკავებენ და რომ ვიპოვოთ სად არიან და ოჯახის წევრებთანაც გვაქვს კომუნიკაცია და ამის ფარგლებში ჩვენ 100-ზე მეტ ადამიანს უკვე დავეხმარეთ და ვაგრძელებთ აქტიურად ამ მიმართულებით მუშაობას. რომ თავარი არის რა, რომ მოქალაქეები მათ ჩვენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ხო, პოლიტიკოსებით ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და მე მაგალითად მუდმივად ვდგავარ აქციებზე და აქციაზე როგორც პოლიტიკოსი და როგორც მოქალაქე ვდგავარ, იმიტომ რომ მე მიყვარს ჩემი სამშობლო და საერთოდაც პოლიტიკური საქმიანობაც იმიტომ დავიწყე, რომ ჩემი სამშობლო მიყვარს და ხედავ, რომ აი ამ რთულ პერიოდში მას გადარჩენა სჭირდება და ზუსტად ახალი ძალა და ახალი ენერგია სჭირდება, ხო? და ადამიანებმა დაინახონ, რომ ისინი მარტო არ არიან სამართალდამცავებთან შეექმნებათ პრობლემა, უკანონო პრობლემებზე მაქვს საუბარი, მათ დამცველები ყავთ, ჯარიმებს დააწესებენ, არსებობს არაერთი ფონდი, რომელთანაც ასევე ჩვენ უკვე გავარკვიეთ დაუშვათ როგორ ხდება კომუნიკაცია და ამ ნაწილშიც ვეხმარებით, როცა უკვე გადახდის დრო მოვა. მოკლედ, ჩვენ ვართ ჩვენი მოქალაქეების გვერდით და მოქალაქეები არიან ჩვენს გვერდით. აუცილებელია, რომ ქვეყნის შიგნით გაგრძელდეს ეს ერთიანობა და ეს უწყვეტი აქციები და ქვეყნის გარეთ კიდევ ჩვენ ეს პოლიტიკური ძალები და სხვათა შორის არასამთავრობო ორგანიზაციებიც აქტიურად მუშაობთ და გვაქვს ის მხარდაჭერა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გეოპოლიტიკური გადანაწილების თვალსაზრისით ზუსტად იქ მოხდეს, სადაც ჩვენ მივისწრაფით ევროკავშირში. და მინდა ვისარგებლო შემთხვევით რეჟიმის პატიმრებს მინდა გამოუცხადო მხარდაჭერა და მინდა აქედან ვუთხრა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მათთვის, ჩვენ ვართ მათ გვერდით, ყველა შესაძლო რესურს ვიყენებთ იმისთვის, რომ ისინი ძალიან მალე იყვნენ გარეთ. რა თქმა უნდა, რთულია ავტოკრატიასთან და დიქტატურასთან ბრძოლა, მაგრამ მჯერა რომ ჩვენ შევძლებთ ერთობლივი მუშაობით მალე ახალი არჩევნების და რეჟიმის პატიმრების განთავისუფლებას. ისინი ძალიან ბევრ განთან მე მაქვს ურთიერთობა და საკმაოდ მხნედ არიან, ხშირად აქეთაც კი გვამხნევებენ და როდესაც იქიდან მირეკავენ ხოლმე ხანდახან, მე მგონი მე უფრო ბედნიერი ვხდები და ამაყი ვხდები, რომ აი ისეთი ადამიანები იცავენ დღეს საქართველოს და საქართველოს ღირსებას, როგორიც აი გამოკეტეს იქ. და ნუ ეხლა ჩამოთვლას არ დავიწყებ, იმიტომ რომ ერთმანეთზე უფრო მაგარი ადამიანები შედან იქ და ასევე მინდა მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, იმიტომ რომ ეს უკვე ხედავთ განსაკუთრებით ეკაშენ ამ სასამართლო პროცესებზე, როდესაც დავდივართ ამ რეჟიმის პატიმრების მხარდასაჭერად და ამ სასამართლოში იმიტომ კი არ მივდივართ, რომ იქ სასამართლოს იმედი გვაქვს, იმიტომ მივდივართ, რომ ადამიანებმა დაინახონ, რამხელა არმია უმაგრებთ მათ სურს. კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ხო, ჩემთვის პირადად რაღაცნაირი განცდა არის, ესენი არიან ადამიანები, ვის
კისერზეც გადის დღეს ჩვენი ქვეყნის ღირსება და საკმაოდ ღირსეულად უდგანან აი ამ მოძალადე რეჟიმს და მართალი ხარ პირიქით აქეთ გვამხნევებენ და გვაძლიერებენ და სულ ვფიქრობ რამდენად რთულია მათთვის ახლა ამ 4 კედელში თავის ფიქრებთან მარტო დარჩენა, მაგრამ ისეთ რაღაცებს იწერებიან და რომ რეკავენ ისეთი გამამხნევებელი არის მათი თითოეული სიტყვა, რომ მართლა გამაოგნებელია და ეს არის ის ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იქ იმდენი ისეთი ადამიანია, რომ მხოლოდ აი მაგ ხალხის გამოც კი ღირს რომ არ გაჩერდე და იბრძოლო და ვერც გაჩერდები არ არსებობს ამ ხალხს ჩვენ ვერ მივატოვებთ. მე კონკრეტულად ერთ ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომელიც არც იურისტი ვარ, არც პოლიტიკოსი და არაფერი მე შეიძლება კონკრეტულად რამე ვერ შევცვალო, მაგრამ ის რაც შემილია რომ სასამართლო პროცესზე მივიდე, მის ოჯახის წევრებს დავუდგე გვერდით და სულ ამაზე ხმამაღლა ვისაუბრო, ამას პირობას ვიძლევი, რომ იმაი სანამ თითოეული მათგანი გარეთ არ გამოვა და მათ არ ჩავეხუტები რუსთაველის გამზერზე, ამას არ შევწყვეტ, ამას გავაკეთებ ყოველ დღე და ეს მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. აბარა. გიგას მინდა ვკითხო, ჩვენ პერიოდულად განსაკუთრებით ვექცევით ხოლმე ყურადღების ცენტრში ევროპაში. ну, ესე ფონად სულ მიდის რაღაც საუბრებით, ხო, ადამიანები ხა სახლში ვზივართ, რაღაცა კარდებს უყურებთ, აბა ეხლა ვინ რა განცხადება გააკეთა ასე შემდეგ. ჩვენ ეხლა ვისაუბრეთ სისტემის, ასე ვთქვათ, ძალიან უხეშ გამოვლინებებზე, ხო, და ავტორიტარიზმი, დიქტატურისკენ, ან ტოტალიტარიზმისკენ რაღაც მიმავალი გზა, ну, არაფერი კარგი, ყველაფერი რაც გახსენდება ასოციაციურად დღევანდელ მოცემულობაზე არის რთული. რამდენად აქვს თვითონ ევროპაშიც გააზრებული, თქვათ, ის ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობ. თითქოს კი დაგრჩება შტაბ-შტილება, რომ არიან კონკრეტული ადამიანები განსაკუთრებით, კონკრეტული ევროპარლამენტარები, რომლებიც იგრძნობა მათ საუბარში, რომ აშკარად საქმის კურსში არიან, მაგრამ რამდენად მეტი ხო არ არის კიდე საქმის კურსში ჩასაყენებელი, თქვათ, იმასთან დაკავშირებით, რაც აქ ხდება. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ისტორიაში შეიძლება არც არასოდეს არ ყოფილა ესეთი ცხადი პოზიცია დასავლეთიდან ამ ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. ну და ერთიანი. როგორც მინიმუმ 1921 წლიდან არასოდეს არ ყოფილა ესეთი ცხადი პოზიციები და ამ ქვეყნის ბედისწერის განსაზღვრელი ეგეც იყო ხოლმე, მაგალითად ბოლშევიკური ოკუპაციის დროს, რომ საერთაშორისო საზოგადოება დასავლეთი ევროპა არ იყო ესეთი მკაფიო ცხადი თავის პოზიციაში საქართველოსა ზოგადად ამ რეგიონთან დაკავშირებით. ამ რეგიონში ეს უნიკალური ვითარება, ჩვენ ახლა ძირითადად პრობლემებზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ უმძიმეს ვითარებაში ვართ, მაგრამ ასევე დღეს არის უნიკალური შესაძლებლობების გარემო ამ რეგიონში, გულისხმობ შავი ზღვის რეგიონს, იმიტომ რომ უკრაინის გმირული წინააღმდეგობა ამ რუსეთის ომის წინააღმდეგ, რუსეთის ბოროტების წინააღმდეგ გახდა ტრიგერი, იმპულსი, რომ დასავლეთი მოტრიალებულიყო შავი ზღვის რეგიონისკენ და გაჩნდა ესეთი დიდი შესაძლებლობები. ამ დიდმა შესაძლებლობებმა, რა თქმა უნდა, მოაპყრო ყურადღება საქართველოს მიმართ და ის, რომ საქართველოს მიმართ არსებობს ესეთი მკაფიო პოზიციები, ეს არის პირველ რიგში საქართველოს მოქალაქის დამსახურება. იმიტომ რომ რამდენიმე რამეს შეგახსენებთ, მაგალითად უკრაინამ და მოლდოვამ რო ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე შეიტანეს განაცხადი, მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ თქვა უარი და მას მერეც 100,000-ობით ადამიანი გამოვიდა რუსთაველზე, ისინი იძულებული გახდნენ, რომ შეეტანათ ეს განაცხადი. ეს არის ჩემთვის ძალიან მკაფიო ილუსტრაცია. აი, ხშირად ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება არ ვარ ხალხმა რა შეიძლება რომ შექმნას, რა შეიძლება რომ აი ეგ შეიძლება გააკეთოს. უამრავი ესეთი შემთხვევა ამ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებითაც ის რომ ამ ქვეყანას აქ კანდიდატის სტატუსი ამაში ეჭვი არავის არ ეპარება რომ ხალხის დამსახურება არის თუ შეკითხვა იმაში მდგომარეობს შეუძლიათ თუ არა გააკეთონ მეტი კი შეუძლიათ და უნდა გააკეთონ მეტი იმიტომ რომ ევროკავშირშიც და შეერთებულ შტატებშიც არსებობს უფრო ხისტი ბერკეტები ამ ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ეს შეცდომა სხვათა შორის დაუშვა დასავლეთმა მაგალითად ბელარუსთან მიმართებაში, როდესაც დროულად ვერ უპასუხა იმ დიქტატორულ გამოწვევებს, რასაც ლუკაშენკო იქ ქმნიდა ადგილზე. ეს შეცდომა საქართველოს შემთხვევაში არ გამეორდება, ეს უკვე ჩანს, რომ არ გამეორდება, იმიტომ რომ დასავლეთის პოზიცია არის ძალიან ხისტი, ძალიან ერთმნიშვნელოვანი. ხა მაგალითად ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს, ევროპარლამენტის განცხადება ამას ადასტურებს, მაგრამ არა მხოლოდ. როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში არის ძალიან მკაფიო პოზიციები, რომ ივანიშვილი არის რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილი, ეს ომი მიმდინარეობს თითოეული ჩვენგანის მომავლის წინააღმდეგ. ივანიშვილს არავინ აღარ უყურებს, როგორც ჩვეულებრივ მავნებელს დასავლეთში, ყველა უყურებს როგორც კრემლის ინსტრუმენტს და კრემლისთვის ივანიშვილი არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის არის ბოლო დასაყრდენი
რუსეთისთვის შავი ზღვის რეგიონში. აი რო გადავალოთ თვალი, უკრაინა არასოდეს პრორუსული აღარ იქნება, მოლდოვამ გააღწია პრაქტიკულად, ჩვენ სომხეთს ხედავთ რა ტემპებით მიდის დასავლეთისკენ შეერთებულ შტატებთან რა ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან, საქართველო არის ბოლო რუსული საქართველოში ყავს ბოლო რუსული ხელისუფლება ამ რეგიონში და ჩვენი პასუხისმგებლობა ეგეც არის რომ ივანიშვილის დამარცხებით არა მხოლოდ საქართველოს ვათავისუფლებთ, არამედ მთლიანად შავი ზღვის რეგიონს ვათავისუფლებთ რუსეთის აი საუკუნოვანი გავლენისგან. ამდენადაც ეს ბრძოლა არის არა მხოლოდ პრობლემა და ტვირთი ჩვენთვის, არამედ უპირველეს ეს არის პრივილეგია, იმიტომ თან ამავე დროს აზერბაიჯანის და რუსეთის ურთიერთობის დინამიკაც არ არის. რა თქმა უნდა, ძალიან ცოტა თაობას ქონია პრივილეგია, რომ ყოფილიყო ისეთ ვითარებაში, როგორშიც ვართ ჩვენ. ჩვენ ვართ ერთი ხელის გაწვდენაზე ხა რეალურად ჩვენსა და ამ ქვეყნის არაერთი თაობის ნამდვილი ოცნების ახდენას შორის დგას 3000 ნიღბიანი და 3000 ნიღბიანი შეუძლებელია რომ მოერიოს ამ ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიას და ჩვენი მოსახლეობის მრავალსაუკუნოვან ბრძოლას, რომელშიც სხვათა შორის სიცოცხლეები დაიდო, რომ ეს ქვეყანა დაბრუნდეს სახლში და სახლი ამ ქვეყნისთვის არის ევროპა და არაფერი მეტი. არასოდეს ეს ქვეყანა არსად სხვა სახლში გარდა ევროპისა არ წავა. ეს არის გამორიცხული. აქ ერთი თემა ხშირად ყოფილა იმაზეც საუბარი, რომ ბიუროკრატიამ შეჭამა ევროპა და ასე შემდეგ და მათი მეთოდები მოძველებულია. უკრაინის ომმა ეგეც დაასრულა ილო. მესმის, მაგრამ აი ზუსტად ეს მინდოდა მეკითხა, დაასრულა თუ არა და ეხლასთან ისეთი სიტუაცია ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი იყო ჩასული ევროპაში, იქ საუბრამა. მოკლედ მათი განცხადებები, რომელიც ხშირად ძალიან ორაზროვანია, ან ურთიერთგამომრიცხავიც, იმიტომ რომ რაღაც ცოტა ქაოტური არის ბოლო დროს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, თითქოს უბიძგებენ ევროპას, რომ მეტად ასე ვთქვათ, ნაკლებად იყოს ამერიკას დამოკიდებული და თვითონაც უფრო ამოვიდეს აი კომფორტის ზონიდან და მეტად უფრო ყურადღებიანი იყოს, ან მეტად აუბას თანამედროვე რიტმს, ასე ვთქვათ, რომ მისი ბიუროკრატიის გამო რაღაც ზიანი, თვით ზიანი არ მიიტანოს და ასევე მეგობარ ქვეყნებსაც არ მომდონოს თვით ზიანი. რამდენად სწრაფად აკეთებს ამას ევროპა და რომ აი ზუსტად შენაწილობრივ გაეცი პასუხი. გამოიწვია თუ არა სწორედაც რომ ამ ბიუროკრატიის ნელ-ნელა გადახედვა მაინც და რა ეტაპზეა. გადატრიალდა ეს საერთაშორისო ურთიერთობების ის მოდელი, რომელიც ჩვენ ვიცოდით 2022 წლამდე. აღარ არსებობს ის მოდელი, ანუ ეს გაუვალი ბიუროკრატია ევროკავშირში აღარ არსებობს, გადაწყვეტილებები მიიღება გაცილებით სწრაფად ვიდრე აქამდე, იმიტომ რომ უკრაინაში ეს დაჭირდათ და მიხვდნენ რომ ევროკავშირის მთავარი გადააზრება უკრაინასთან დაკავშირებით იყო რომ ევროკავშირი მიხვდა რომ მისი გაფართოვება, ანუ ახალი ქვეყნების შესვლა ევროკავშირში არის ევროკავშირისვე უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ანუ რაც უფრო გაფართოვდება აღმოსავლეთით, უფრო დაცული იქნება. აი ამ პარადიგმიდან გამომდინარეობს ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც იღებენ. საქართველოს რატო უჭერენ მხარს? ხშირად არის ხოლმე ეს შეკითხვა. რატო არის საქართველოს ესეთი ძვირფასი შეერთებული შტატებისთვის ან ევროპის ქვეყნებისთვის? მარტო იმიტომ, რომ ამ ქვეყანას ესეთი გეოგრაფიული მდებარეობა შეხვდა. არა, რა თქმა უნდა. არამედ უპირველესად იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არის საქართველოს არის დემოკრატიის მთავარი გამანაწილებელი რეგიონში, მთავარი ჰაბი. ჩვენს აღმოსავლეთით დემოკრატია აღარ არის. ახლა შავი ფულის ჰაბი უფრო ხომ არა, ამ ქვეყნის მისია, როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორები უყურებენ, რატო ვეძვირფასებით ჩვენ, რატო არ დაგვტოვებენ მარტო რუსეთთან? იმიტომ რომ ამ ქვეყნის როლი ევროპისთვის არის ამ რეგიონში დემოკრატიის გამანაწილებელი. ჩვენ მხარს გვიჭერენ, ჩვენ არ მიგვატოვებენ მარტო მანამ, სანამ ეგულებათ ეს ქვეყანა როგორც დემოკრატიის ბასტიონი აღმოსავლეთით ევროკავშირისთვის და დემოკრატიის გამანაწილებელი. რას დაარტყა ივანიშვილმა? დაარტყა სწორედ დემოკრატიას და დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ივანიშვილის ამოცანა თავიდანვე იყო, რომ იზოლაციაში მოქცეულიყო ეს ქვეყანა, ანუ ჩვენი ისტორიული მისია, ფუნქცია გაეუქმებინა. მაგრამ რა მივიღეთ? მივიღეთ ის, რომ თუ ვინმე არის იზოლირებული, ეს არის პირადად ივანიშვილი და მისია ეს კრიმინალური ბანდა რაღაცა, სამაგიეროდ ქართულ ხალხს აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა დასავლეთიდან. ეს არის დასავლეთის პასუხი. რა თქმა უნდა, მთავარი საქმეები არის ჩვენი გასაკეთებელი, ჩვენს ნაცვლად ვერავინ ამ ცივილიზაციულ ბრძოლას საქართველოში ვერ მოიგებს, ჩვენ უნდა მოვიგოთ საქართველოს მოქალაქეებმა. მაგრამ მხარდაჭერა ევროპიდანაც და შეერთებული შტატებიდანაც ქართულ ხალხს აქვს, ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა, მხარდაჭერა აქვს პოლიტპატიმრებს, მხარდაჭერა აქვს იმ ადამიანებს, ვინც ქუჩაში იცავენ ამ ქვეყნის თავისუფლებას.
ეს მხარდაჭერა გამოიხატება სანქციებში, აი რა არის გასაუმჯობესებელი, არის სანქციები გასაუმჯობესებელი, იმიტომ რომ ეს არის ჯერ დაახლოებით 10% იმ წნეხისა, რაც შეიძლება დაატყდეს თავს ივანიშვილს, როგორც შტატებიდან, ასევე ევროკავშირიდან. მათ ჯერ კიდე ჩემი აზრით წარმოდგენა არ აქვს, რა ტიპის ტვირთან ექნებათ საქმე საერთაშორისო სანქციების თვალსაზრისით. ისინი საერთოდ გაითიშებიან რეალური ცხოვრებიდან. ესეთ ხუმრობაც იყო იმაზე Facebook-ზე, რომ გომელაური შედის მაღაზიაშიო და TBC-ით გადაიხდით თუ საქართველოს ბანკითო და ღირსების ორდენით. როდესაც გათიშული ხარ მთელი სისტემიდან რამდენი ღირსების ორდენით ამან ჩამოკიდონ, აზრი არა აქვს, იმიტომ რომ ნორმალურ ადამიანად ფუნქციონირებას ვერ შეძლებ. ეს არის რეალურად აქ მოპარული ეს ფულები, აქ ამოღებული ეს სიკეთეები, რომელიც სრულიად უკანონოდ აქვთ ხომ, იმიტომ უნდათ რომ ევროპაში შემდგომ მიიღონ ევროპული სიკეთეები, ეზიარონ საკუთარი შვილები უცხოეთში ასწავლონ მეტიც, არაერთ ადამიანს ჩასულა ევროპაში თუ ამერიკაში და ბავშვი იქ გაუჩენია იმის გამო რომ მოქალაქეობა იქაური აეღო. ანუ იმათმა ძალიან კარგად იციან რას ნიშნავს ცივილიზაცია და რას ნიშნავს ევროკავშირი, მაგრამ ეს ევროპა და ეს დასავლეთი და ცივილიზაცია უკავშირდება იმას, რომ ავტოკრატია ვეღარ იქნება, მუდმივად ვერ იქნებიან ხელისუფლებაში, იმიტომ რომ დემოკრატია თავისთავად ნიშნავს ხელისუფლებების ცვლილებას, ინსტიტუტების გაძლიერებას, რაც ამ შემთხვევაში არ არის ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლების და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში და საერთაშორისო მიმართულებითაც ჩვენ აქტიურად მუშაობთ, აი თუნდაც ახლა ამ რეზოლუციის ფარგლებში ჩვენი პარტიის ლიდერები ნიკა გვარამია და ზურა გირჩიჯაფარიძე უშუალოდ სტრასბურგში იყვნენ, მანამდე ასევე ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ ევროსაბჭოში, მოკლედ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობთ და ვაწვდით ინფორმაციას ესე პირისპირი მეთოდით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს. გარდა ამისა, ჩვენ მქონდა უკვე ორი შეხვედრა, როდესაც რეჟიმის პატიმრის ოჯახის წევრები შევახვედრეთ დროასა და ახალის ინიციატივით, შევახვედრეთ დიპლომატებს, ევროკავშირის ელჩს და ზოგადად და ასევე დანარჩენი ევროპული ქვეყნების ელჩებს, სადაც პირისპირ იყო საუბარი ყველა იმ დარღვევაზე, სისასტიკეზე, წამებაზე, რაც რეჟიმის პატიმრების მიმართ არის განხორციელებული, ასევე იყო საუბარი იმაზე, თუ რას ელიან ეს ადამიანები საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომ ყისიერ და დაუყოვნებლივ და ძლიერ ნაბიჯებს და არა უბრალოდ რაღაც დროში გაშლილ სანქციებს და ასევე პირისპირ მოისმინეს ამ ადამიანებმა ის მხარდაჭერა, რომელიც ევროპული ქვეყნებისგან და დასავლეთისგან მათაც ჩვენ და ჩვენს ქვეყანას აქვს. ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ევროკავშირის კარები არის ღია და ჩვენ უბრალოდ უნდა შევიდეთ შიგნით ამ შესვლაში, რადგან ხედავენ, რომ ქართველ ხალხს უნდა შესვლა, ამ შესვლაში ისინი გვეხმარებიან. თუმცა რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ქვეყნის შიგნით არის, ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ, იმიტომ რომ თუ დაინახავს დასავლეთი, რომ ქართულ ხალხს არ უნდა მობეზრდა, დაიღალა, გატყდა, რა თქმა უნდა, ის ჩვენს მაგივრად გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს. დასავლეთი არის ჩვენი მხარდამჭერი, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, მაგრამ ჩვენც ასევე უნდა ვიმოქმედოთ, არ უნდა გავჩერდეთ და პრინციპში არც ვჩერდებით, არ ჩერდება ეს ხალხის მდინარე, რომელიც ქვეყნისთვის იბრძვის და ძალიან კარგია, რომ ამდენი ადამიანია ამ ქვეყანაში, რომელსაც ეშინია სამშობლოს დაკარგვის. აი, ხშირად უკითხავთ ხოლმე, რომ აი არ გეშინია ძირითადად თან წინახაზე რო დგავარ და როგორ არ მეშინია, მაგრამ სამშობლოს დაკარგვის უფრო მეშინია. ეგ უფრო საშიში პერსპექტივა. თუმცა აი ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ევროკავშირის მხარდაჭერაზე, მოუთმენლად ველოდებით სანქციების გამკაცრებასაც, მაგრამ ძალიან ხშირად ხალხში ისმის ეს კითხვა, რომ საბოლოო ჯამში ეს სანქციები კი და ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ რაღაც მათ მაქსიმალურად შეეზღუდოთ ფუნქციონირება, მაგრამ მე სადღაც ჩნდება ის მეორე აზრი, რომ ეს აბსოლუტურ იზოლაციაში მოხვედრა იმათ მაინც ძალიან ბევრი ფული აქვს და შეიძლება ძალიან დილეტანტური აზრია, თუმცა ამას ხალხი ფიქრობს და მე მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე ვისაუბროთ და გავუზიაროთ ეს ინფორმაცია, რომ ჩვენ აღმოჩნდებით იზოლაციაში და მე საერთოდ რა გვეშველება ამ აბსოლუტურ იზოლაციაში, უფრო საშიში ხო არ არის და უფრო რთული, იმიტომ რომ ამ ევროკავშირის კარი კი არის ღია და კი გველოდებიან და მხარს გვიჭერენ, მაგრამ ეს ვერ ვდგებით და ვერ შევდივართ ჯერჯერობით რა და ცოტა ეგ რაღაცა კითხვის ნიშანი, რომ როგორ სულ ისმის და აი რამდენად არის მართლა
ქართველი ხალხისთვის და საზოგადოებისთვის არის თუ არა ალბათობა იმისი, რომ უარესის მომტანი შეიძლება იყოს ეს აბსოლუტურ სანქციების გამკაცრება და ეს იზოლაცია. ქვეყანაზე თუ მით უმეტეს, როცა მიზანიც ქართული ოცნების ეგ არის, რომ იზოლაციაში საერთაშორისო სანქციები არსებობს ორგვარი, არის სექტორული და პერსონალური. პერსონალური სანქციები არის სანქციები, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს მიემართება. ეხლა ივანიშვილის ოლიგარქიული პირამიდა არის რაღაც შრეებისგან შედგება, ხო? ესენი არიან ბიზნესმენები, ეგრეთ წოდებული, რომლებიც ფულით ყვებავენ ამ მოძალადეს სისტემას. პრინციპში სიაცხო დაიდო. კი, ესენი არიან მოსამართლეები, ესენი არიან მოძალადე ეგრეთ წოდებული პოლიციელები, პროკურორები და ასე შემდეგ. ანუ კონკრეტული ვითომ პოლიტიკოსები, აი დეპუტატები და ასე შემდეგ, ხო? რაღაც შრეებია. საერთაშორისო სანქციების პირდაპირ სამიზნე არის სწორედ ეს შრეები. ჩვენ რო შევხედოთ ტაქტიკას, როგორ ასანქცირებენ ადამიანებს საქართველოში, დავინახავთ, რომ ზუსტად ამ შრეებს მიემართება, ამ სვეტებს, რომელზეც დგას ივანიშვილის ბოროტების ეს სისტემა. და სანქციების ეფექტი მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც ერთს ასანქცირებენ, მეორე უყურებს და ხედავს, რომ მანაც შეიძლება იგივე ბედი გაიზიაროს. მაგალითად, აი ეს ეგრეთ წოდებული ბიზნესები, ან პროპაგანდისტები, რომლებიც მე მაქვს ინფორმაცია, რომ უკვე გრძნობენ იმ საფრთხეს, რომელიც მათ შეიძლება დაემუქროთ, იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, საქართველოს ეკონომიკა არის ძალიან კაფიოდ დამოკიდებული და მიჯაჭვული დასავლურ ეკონომიკასთან, მათ შორის ეს ბიზნესები, რომლებსაც ეს ხალხი აკეთებს, არის პირდაპირ დაკავშირებული დასავლეთთან. ანუ ამ ადამიანებს მარტო ის დილემა კი აღარ უდგათ, რომ სამშობლოს კარგავენ, იმიტომ რომ ამ დილემაზე ნაკლებად რეაგირებენ. დილემა უდგათ პირადი ქონების და საერთოდ ყველაფრის დაკარგვისა, რაც გააჩნიათ. მაგალითად, ვიღაცის შვილები სწავლობენ შეერთებულ შტატებში და მათი შვილები ვეღარ ისწავლიან შეერთებულ შტატებში. ანუ ვიღაცები სამკურნალოდ დადიან. ჩვენთვის უნდათ, რომ ჩვენ გქონდეს ესეთი ჯანდაცვა, როგორიც გვაქვს და თვითონ და თან აგინებენ ევროკავშირს და თვითონ ევროკავშირში დადიან სამკურნალოდ. ანუ მთელი რიგი პრივილეგიები არსებობს, რომელსაც ენი იყენებენ და ამ პრივილეგიებს ვეღარ გამოიყენებენ უბრალოდ. აქ მარტო სავიზო შეზღუდვებზე ხო არ არის ლაპარაკი, აქ არის ლაპარაკი, რომ შეიძლება ერთ დღეს დაკარგო ყველაფერი აბსოლუტურად და ამდენად ამას ეძახიან სანქციების მსუსხავ ეფექტს. როდესაც უყურებ, რომ შენ თვალწინ ადამიანი რაღაც მოსიარულე გვამად გადაიქცევა, რომელსაც არაფრის კეთება, რაც ცივილიზებულ ადამიანს შეუძლია, მას აღარ შეუძლია. ბუნებრივია, რომ ამას აქვს ეფექტები და ამას უკვე აქვს გარკვეული ეფექტები, იმიტომ რომ ამ სისტემაში ბზარები არსებობს. ანუ ამ სისტემას ხალხი ტოვებს. აი ეს სისტემა დატოვეს ელჩებმა, ეს სისტემა დატოვა ზოგიერთმა თანამშრომელმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან. აქ არიან ბიზნესმენები, ეგრეთ წოდებული, სამთავრობო ბიზნესმენები, რომელსაც შეიძლება ისეთი სამთავრობო პოზიცია აღარ აქვთ, როგორც ჰქონდათ, იმიტომ რომ ხედავენ, რომ საფრთხე არის აბსოლუტურად რეალური საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით, ამიტომ იზოლაცია თუ ვინმეს ემუქრება, გვემუქრება არა ჩვენ, არამედ ემუქრება ამ ადამიანებს, რომელიც ჩვენ მომავალს უთხრიან ძირს. შესაძლებელია, რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის, რომ სექტორული სანქციებიც იყოს გამოყენებული. ოღონდ ეს ევროკავშირის და შეერთებული შტატების ბრალი კი არ იქნება. ეს იქნება იმ ადამიანების ბრალი, ვინც ეს ქვეყანა ჩააგდო ესეთ დღეში და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, დიახ, სამწუხაროდ უნდა ვიცოდეთ, რომ რაც უფრო დიდი ხანი იქნება ეს ხელისუფლება, მით უფრო მძიმე იქნება ჩვენი ცხოვრება ყოველ შემდეგ დღეს, ყოველ შემდეგ თვეს. კი, ესე იქნება. ფასი აქვს ესეთი ხელისუფლების, ყოველას აქვს თავის ფასი. ამიტომ ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ დრო, ანუ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვიშოროთ ეს ჭირი, რომელსაც ქვია ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ ამ ადამიანს აქვს ძალიან კონკრეტული ამოცანები საქართველოსთან დაკავშირებით. მე ღრმად მწამს, რომ ეს ამოცანები მას აქვს 2011 წლიდან. ანუ მას მერე რაც პოლიტიკაში გამოჩნდა. ეს არის ადამიანი, რომელსაც 2011 წელს 2 მილიარდამდე დოლარი, რაც დოკუმენტურად დასტურდება, რუსეთიდან გამოატანეს. ანუ მას უფლება მისცა კრემლმა, რომ გაეყიდა აქტივები, რომელიც რუსეთში ჰქონდა და კეშად წამოეღო დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი, რომლითაც გააკეთა ის, რასაც ეხა აკეთებს. და ამ სახელმწიფოს მიტაცება დღეს არ მომხდარა. ეს არის ეტაპობრივი პროცესი, ხო? მაგალითად, აი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2017 წელს გააკეთეს, ერთი მაგალითი მახსოვს, რომ NDI-ს ჰქონდა კვლევა, პირდაპირი წესით გინდათ აერჩიოთ პრეზიდენტი თუ არა პირდაპირი წესით. აი ხა როგორც აერჩიეს ყაველაშვილი. 90%-ზე მეტი ამბობდა, რომ პირდაპირი წესით გვინდა ავერჩიოთ. ესენი ადგენენ და ჩაწერეს არაპირდაპირი წესით არჩევა და ეხლა ვნახეთ ეს შედეგი ყაველაშვილთან, ვითომ პრეზიდენტთან დაკავშირებით. ანუ ამ სახელმწიფოს მიტაცებას ქონდა თავის გრადაციები და ეხლა შევდივართ
რა თქმა უნდა, საკმაოდ საშიშ ფაზაში და ამას ჩვენ უნდა გაუმკლავდეთ და თვალი უნდა გაუსწოროთ, რომ დიახ, ამ ქვეყნის მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე, ერთი მხრივ გვაქვს უდიდესი შესაძლებლობები, არის აი საუკუნეში ერთხელ რომ ჩვენნაირ ქვეყნებს ეძლევათ ხოლმე ეგეთი შესაძლებლობები გვაქვს ეხლა. მეორე მხრივ გვაქვს ეს პრობლემა, რომელიც უნდა ხო ეს პრობლემა რაღაც დაავადება, რომლისგანაც უნდა განვიკურნოთ, მაგრამ ამ დაავადების განკურნების მერე ჩვენი საზოგადოება იქნება გაცილებით უკეთესი, ვიდრე იქამდე იყო, იმიტომ რომ ეს ბრძოლა არის სინამდვილეში ასევე ახალი ერის სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესი, მართლა. იმიტომ რომ ესეთი სოლიდარული, ესეთი ემპათიური, ესეთი გვერდში დამდგომი, ესეთი მებრძოლი, გაუტეხელი ქართველი ერი იშვიათად ყოფილა ამ ქვეყნის ისტორიაში. დღეს არის ესეთი ერთიანი მათ შორის. მათი კიდევ ერთი ამოცანა არის, რომ გვაჩვენონ, რომ თითქოს აქ ორი საქართველო არსებობს. არ არსებობს. აქეთ არის მთელი ხალხი და აქეთ არის ერთი არანორმალური კაცი თავისი რუსული ამოცანებით და თავისი კრიმინალური და შეზღუდული რესურსებით, რაც თავად ეს უნდა გვახსოვდეს, რომ შეზღუდულია მათი რესურსები და ისინი ცოტანი არიან. ხო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, იმიტომ რომ აი ამ რეალურად ამ პროპაგანდისტული არხებით და ამ საინფორმაციო ომით თითქოს რაღაცნაირად აბევრებენ ამ თავიანთ შეზღუდულ რესურსს, იმიტომ რომ რეალურად ეს ტყუილის მანქანა დგას ადამიანებზე, რომლებიც ამ მესეჯ ბოქსებს აჟღერებენ და აი რაღაცნაირად ეგ ომიც არის თითქოს რა, რომ აი რაღაცა ხო ეს მათი გამოსული ხავთ ბევრი კი, რითიც ამ და ასევე რუსეთიდან წამოსული. რა თქმა უნდა, და მე სხვათა შორის რამდენიმე დღის წინ დავჯექი და 2-3 საათი ვუყურე ერთ-ერთი ეგეთი არხის სხვადასხვა ვიდეოებს და გადაცემებს და მაინტერესა იქით პირიქითა საქართველოში რა ხდება. მისი თერაპია ასე. არა, ანუ ნამდვილად მივხვდი რომ მეგონა რომ რაღაც ფილმს ვუყურებ, რომელსაც საერთოდ არაფერი ხო შეიძლება რომ რაღაცნაირად დამახინჯებული კი არ არის მოვლენები. არა, იცი როგორ არის? ფილმებში რო საინფორმაციო გამოშვებებია ხო? უბრალოდ ამბები არის მოყოლილი. წარმოუდგენელი სიგიჟე ხდება და აი მე ვფიქრობდი რომ რაც არ უნდა ბევრი ფული გადაიხადო ამაში. ასეთ პატარა ქვეყანაში, სადაც საბოლოო ჯამში მაინც ყველა ერთმანეთის ვიღაც ახლობელთან გავალთ. ძალიან ცოტანი ვართ და ძალიან პატარაა ეს ქვეყანა. ანუ აი მთავარი არის რომ ხო არ გავჩერდეთ და ჩვენ ადამიანები რომლებიც ვაპროტესტებთ დღეს დავდგეთ და ის ხალხი რომელიც აი ამ ტყუილის მანქანაში ჯერჯერობით არის ჩაბმული და იხარშება და რთულია მათთვის რა, აი განსაკუთრებით რეგიონებში ძალიან ძნელია მოთხოვე, იმიტომ რომ არ აქვთ ხელმისაწვდომობა ბევრ რამეზე, იქ დაშინება კიდევ უფრო მარტივია, მათი რესურსები არ აქვთ, არავითარი გაჭირვება, ყველაფერი ცენტრალიზებულია და ანუ მათთვის ძალიან ძნელია, მარტო გრძნობენ ადამიანები თავს და შეშინებულები არიან ძალიან, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება არ გამოდიან და არ აპროტესტებენ, მაგრამ როდესაც მაგალითად მე ან ვიღაც ისეთ ადამიანს ხედავენ, ანუ ხალხმა იცის სინამდვილეში რა არის სიმართლე და იცის აბსოლუტურმა უმრავლესობამ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც 100,000-ობით ადამიანი დგას საპროტესტო აქციაზე, საქართველოსთვის ეს საკმარისია, რომ რეალურად ყველა ოჯახში შევიდეს სიმართლე, რაც არ უნდა ისაუბროს პროპაგანდისტულმა მედია საშუალებებმა და ის რომ ყოველდღე 100,000-ობით ადამიანი არ დგას საპროტესტო აქციებზე, ეს ძალიან ბუნებრივი და ძალიან ჩვეულებრივი მოცემულობაა. არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც მუდმივად ჩანაცვლებითად, იქაც ერთი და იგივე ადამიანები ხო არ არიან, ჩანაცვლებითად უწყვეტ პროტესტს აგრძელებენ. უკვე მე რამდენეს მიმგონი 79 ღამეა ხო რომ რუსთაველი ყოველთვის იკეტება. ესეც ხო სიმბოლური აქტია რა. ანუ აქცია ყოველთვის არის და ადამიანები არ ჩერდებიან და არის ისეთი მნიშვნელოვანი დღეები, როდესაც ისევ 100,000-ობით ადამიანი გამოდის და აუცილებლად გამოვა მანამ სანამ არ იქნება ცვლილება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ისეთ პროცესში, როდესაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა ამ არალეგიტიმური ხელისუფლების და ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, რომელსაც არ აღიარებს არავინ ცივილიზებული სამყაროდან და არც კი მოიხსენიებენ, სტატუსობრივათაც კი არ მოიხსენიებენ და ეს ადამიანები, ასე ვთქვათ, ცდილობენ, რომ გატეხონ თავისუფალების მოყვარული ხალხი, რომლებიც იბრძვიან ამ ქვეყნისთვის. ვერ გატეხავენ, ნიჰილიზმი არ არის ჩვენი მეგობარი ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანები დავიღალოთ, მაგრამ ეს არის ნერვების ომი. უნდა გავამხნევოთ ერთმანეთ და გავაგზავნოთ. ყველა ახალ ჯერზე სანამ არ მივაღწევთ, სანამ არ დავიბრუნებთ ჩვენ სამშობლოს, პროტესტი უნდა გაგრძელდეს და გრძელდება კიდევაც. ადამიანები ესე თავისით საიდან გაჩნდებიან ხოლმე ხანდახან გადაკეტვის პროცესშიც ყოფილვარ ადგილზე, აი უეცრად საიდან ჩდება ამდენი ადამიანი, ერთგვარი სასწაულიც არის
სანახაობრივი თვალსაზრისით. ამიტომ ეს ქვეყანა ვერ გატყდება, ადამიანები აგრძელებენ პროტესტს, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, დასავლელი პარტნიორები აგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას. ეს არის ყველაფერი იმისთვის, რომ ანუ ძალიან რეალური შესაძლებლობა და შანსი, რომ ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს და ეს სამივე კომპონენტი უნდა გაგრძელდეს. აუცილებლად მაღალ ნოტაზე უნდა დავასრულოთ ალბათ ეს ბლოკი, უბრალოდ ბოლოში დავამატებდი რა ხან რეგიონი ახსენეთ და საინფორმაციო კამპანიები თუ ომი ყოველ შემთხვევაში მეგობარი მეუნებოდა იმ დღეს, რომ ანუ ერთადერთი ადგილი, სადაც ვერც გდდ ჩაგიდგება, ვერც სარაზმელი, ვერც ტიტუშკა, ვერც არხი, რომელიმე ამ პროპაგანდა არის, როდესაც მაგალითად შვილიშვილი ჩადის თავის ბაბუასთან. ღვინიანიძე წინა გადაცემაში. ზუსტად, ხო? ხო. და როცა ისე საუბრება, ხო? აი უკვე სხვა ჯერ ერთი ემოციური სხვანაკავშირია ერთმანეთთან. შეიძლება კამათიც იყოს, ჩხუბიც იყოს, მაგრამ სხვა ხვდებით, რომ ხო რა, და აი ამასაც დიდი ძალა აქვს და ამასაც დიდი ძალა და ჩვენი სტუმრის ნათქვამიც არის. დასტუმრები დაყოს, რომ ციტირებებს ვახდები. ხო, და სანამ დავემშვიდობებით ჩვენ სტუმრებს, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ ვასაჩივრებთ ყველაფერს, ყველა ჯარიმას, საპატრულო ჯარიმასაც, მანქანის ჯარიმასაც, ავტობუსში დაწერილ ჯარიმასაც, აბსოლუტურად ყველაფერს იმისათვის, რომ ამ მანკიერ რეჟიმს შეუშალოთ ხელი თავისი არაკანონიერი საქმიანობის შესრულებაში. ცეცხლი ოლიგარქი. ცეცხლი ოლიგარქი. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს, ჩვენ კი სულ რამდენიმე წუთით გავალთ რეკლამაზე და დაგიბრუნდებით ისევ ძალიან საინტერესო თემით, ასე რომ დაგვალავდეთ. დროებით. დავბრუნდით, როგორც დაგპირდით. აბარა, ჩვენ ყოველთვის ჩვენ პირობას ვასრულებთ რა. უნდა წავაწეროთ იქ ჩვენთან ეკრანზე #ჩვენ ბრუნდებით პირობას ყოველთვის ვასრულებთ რაღაცა. ან არა, შენ არ შექმნი, არც მე არ შექმნი პოლიტიკურ პარტიას, თორე ჩვენ ვასრულებთ პირობას. ვიქნებოდით ეგეთი ისა, ხო? ანუ თან აქტუალურია. მეორე ბლოკი ძალიან საინტერესო გვექნება, ეხლა ძირითადად უფრო რაღაცა კი შევეხეთ საზღვარგარეთის საკითხებსაც, მაგრამ ძირითადად რაღაცა ლოკალურ პრობლემებში ვიყავით, მაგრამ ეხლა რაღაცნაირად თვალსაჩინო უნდა გავზარდოთ და უკვე ჩვენ ხშირად გვაქვს ის განცდა, რომ საქართველოს მიუხედავად პრობლემებისა და იზოლაციის საშიშროებისა, ჯერ კიდევ რაღაცა გლობალურ ხაზზე საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ხო ესია, ნუ გასაგებია, რომ ის კონფლიქტები, რომლებიც დღეს მსოფლიოს მასშტაბით ხდება, შეიძლება ბევრი ქვეყნისთვის უფრო პრიორიტეტული იყოს, მაგრამ მაინც ჩვენ რაღაცა ერთი მთლიანი ნაწილი ვართ. დღეს კონკრეტულად გვექნება ძალიან ბევრი მithქვა-მოთქვა მოყვა ბოლო დროს ამერიკის განცხადებებს, ამერიკის ტრამპის თუნდაც JD Vance-ის ილო ძალიან დაბნეულია განცხადებებს, ისეთი განცხადებები ხანახან მართლა ვამოწმებ ხო ნამდვილად ეს წყაროა მეთქი, თუმცა ჩვენი სტუმარი უფრო კომპეტენტულად ისაუბრებს ამ საკითხებზე. ბატონი ვალერი ჩეჩელაშვილი იქნება დღეს ჩვენი სტუმარი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის და გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი. ბატონო ვალერი, მოგესალმებით და ეგრევე რახან გვიანია არ მოგაცდენთ რაღაცა ფრანგულ რიტუალებს არ ჩინურ რიტუალებს არ ჩავატარებ და პირდაპირ საქმეზე გადავალ. მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცნაირი თითქოს ორაზროვანი განცხადებებიც ნახეთ თითქოს ერთმანეთისგან ცოტა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებიც ნახეთ, ასე ვთქვათ. ბატონი ტრამპი ახალი პრეზიდენტი ამერიკის თქვათ გამოვიდა და თქვა ერთ რაღაც მომენტში თქვა, რომ მე ვაპირებ საუბარს ვლადიმერ პუტინთან და რაღაცნაირად თითქოს უფრო ესეთი პოზიტიური ისა იყო, რომ იმედი მაქვს, რომ აი მასაც არ უნდა რომ ხალხი იხოცება, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი რამე თქვა, რომ ლაპარაკის დროს მან ახსენაო, რომ უკრაინის ტერიტორიების ნაწილი ჩვენ უკვე შეყვანილი გვყავს, კონსტიტუციაში შეტანილი გვაქვს, ასე რომ ეს საკითხი ისე დაისვა და მე ვუთხარიო, რომ არა, ეგეთი რამე არ მოხდება და ასე შემდეგ. ამის მერე კიდე ბევრი სხვადასხვა განცხადებები იყო, არა მარტო პრეზიდენტისგან, არამედ სხვა და სხვა მნიშვნელოვანი ადამიანებისგან და პირებისგან ამერიკიდან. აი ამ ეტაპზე მიუხედავად ამ ხელა ქაოსისა, რაც ხდება, თქვენ როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ ბოლო აი რაც ახალი ადმინისტრაცია მოვიდა, მას შემდეგ მათი პოზიცია როგორ რამდენად მისაღებია თქვენთვის და საერთოდ როგორ შეაფასებდით ამას. უკრაინასთან მიმართებაში ვიძახი პირველ რიგში, იმიტომ რომ თემაც სწორედ ეს გვაქვს დღეს ჩვენ. კი ბატონო, გასაგებია. ნუ პირველ რიგში ჩვენ უნდა მივიღოთ ხედველობაში თუ ვინ არის დონალდ ტრამპი. დონალდ ტრამპი არის ძალიან ამბიციური, ქარიზმატიული პიროვნება, რომელიც ძალიან ძლიერად მოვიდა ხელისუფლებაში, რაც სხვათა შორის სულ არ იყო რუსეთის ინტერესებში და რუსეთი ამით ბედნიერი არ არის.
აი ბოდიში ბატონო ვალერ ჩაგეჭრებით, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ესეც, როდესაც პუტინს კითხეს, სანამ იქნებოდა ამერიკაში არჩევნები. თქვენ ვინ გირჩევნიათ, ბაიდენი თუ ტრამპი? მან თქვა, რომ მე ბაიდენი მირჩევნია, იმიტომ რომ როგორც ეგენი თქვენ ის არისო პოლიტიკოსი სტარეზა კალკი, ესე თქვა და მე მირჩევნია. ამაზე ბევრი საუბარიც იყო იმასთან, რომ აი სპეციალურად ესე ამბობს წინასა არჩევნოთ, რომ ბაიდენი დაჭდილოს და ტრამპს არ მიაყენოს რაღაცა გარკვეული რეპუტაციული ზიანი, მაგრამ დროთა განმავლობაში იკვეთება იმისი კონტურები ყოველ შემთხვევაში, რასაც თქვენ ამბობთ, რომ შეიძლება მართლაც არ აწყობდა. აი ეს ბოდიში ცოტა ლიზბილი გადახოვებისთვის. ხო, მაგრამ მე სხვა კონტექსტში ვამბობდი, რომ არ აწყობდა, მას აწყობდა უფრო ჩემის აზრით ტრამპის მოსვლა ხელისუფლებაში, მაგრამ მას აწყობდა სუსტი ტრამპი და სუსტი პრეზიდენტი და რას გულისხმობ ამაში, რომ გაემარჯვა პატარა უპირატესობით. ტრამპს, რასაც გამოიწვევდა შესაბამის ქაოტურ განვითარებებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მას აწყობდა ის, რომ არ მოეპოვებინა ტრამპს ასევე წარმომადგენლობათა პალატაში და სენატში უმრავლესობა და შესაბამისად ინსტიტუციონალურად გამختارიყო სუსტი პრეზიდენტი, შესაბამისად სუსტად შეიარაღებული შესაბამისი ინსტრუმენტებით და რაღაც მეთოდებით იმისთვის, რომ საკუთარი დღის წესრიგი საგარეო პოლიტიკურ არენაზე გაეტარებინა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, ეს პირველი. მეორე, ესე იგი, ტრამპი თუ ვინმეს აქვს წაკითხული მისი წიგნი გარიგების ხელოვნება არის წარმატების ადამიანი, წარმატება მისთვის არის უმთავრესი მიზანი. ეს წარმატებები ცხოვრობს და რაც შეეხება პუტინთან ურთიერთობებს, ახლა პუტინთან შედარებით მას აბსოლუტურად ყველანაირი შესაძლებლობები არის მის მხარეს. რა შეუძლია პუტინს მას დაუპირისპიროს? პრაქტიკულად არაფერი. ეხლა აქედან ყველაფერიდან გამომდინარე, მეც რა თქმა უნდა, ილო ეხლა ვადევნებ თვალყურს იმას, რაც ხდება და ჩემთვის ეს არის, იცით, ეს არის მოლაპარაკებების პოზიციის ფორმირება. და ეს უაღრესად საინტერესო პროცესი, რაც დიპლომატებმა ძალიან კარგად იციან და ამ მოლაპარაკებების ფორმირების მეთოდები და ინსტრუმენტები ძალიან კარგად არის აღწერილი დიპლომატიაში, მაგრამ ამ თვალსაზრისით პოზიტიური ნიადაგის. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ტრამპი და მისი გუნდი გამოირჩევა ძალიან ნოვატორული მიდგომებით. და აქედან არის გამომდინარე ის, რასაც ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, ახლა თითქოს და აბსოლუტურად საწინააღმდეგო რაღაც ისენი გვესმის ჩვენ პოზიციონირება თითქოს და ტრამპის, ჯი დი ვენსის მხრიდან, მაგრამ ეს ყოველივე მიუთითებს იმაზე, რომ ჩემის აზრით, რომ აქტიურად მიმდინარეობს ამ მოლაპარაკებების პოზიციის ფორმირება ტრამპის მხრიდან. და აქ ტრამპს იმ ბუნებრივ უპირატესობებთან ერთად აზეც მე მოგახსენეთ, ასევე აქვს ის უპირატესობა, რომ მას ჰყავს პარტნიორები. მისი მთავარი პარტნიორი აქ არის, რა თქმა უნდა, ევროკავშირი და უკრაინა. და პრაქტიკულად გამოდის, რომ ეს სამი ძალა უპირისპირდება პუტინს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან საინტერესო განვითარების მოწმენი გავხდებით მალე. და მე სულაც არ უყურებ ამ პროცესს პესიმისტურად, იმიტომ რომ ყველანაირი უპირატესობა არის ამერიკელების, ევროპელების და უკრაინელების მხარეს. ბოლო-ბოლო მსოფლიო ეკონომიკის ნახევარი არის ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი და რუსეთი არის მხოლოდ 1.5% მსოფლიო ეკონომიკის. ამიტომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. ძალიან საინტერესო განცხადებები გვესმის და ჯერჯერობით ვართ ამ ფაზის, ასე ვთქვათ, შუა ეპიზოდში, რითი დამთავრდება ეს ალბათ რამოდენიმე კვირაში ნათელი გახდება. ბატონო ვალე, თქვენ თქვით, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გამოირჩევა რაღაცა ნოვატორული მიდგომებით და მეთოდებით. კონკრეტულად რას გულისხმობთ ამ ახალ მეთოდებში? მე უბრალოდ კითხვის, ასე ვთქვათ, რაღაც გაგრძელებად ვიტყვი, რომ რაღაცნაირად თითქოს ჩემ წრეში იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ისინიც, ასე ვთქვათ, ვერ ვიტყვი, რომ რუსულ მეთოდებზე გადადიან, მაგრამ თითქოს უფრო იფიქრეს იმაზე, რა შეიძლება დაუპირისპიროთ, თუნდაც ჰიბრიდულ ომს უფრო ეფექტურად. არ ვიცი, რამდენად სწორი იყო ჩემი მეგობრების საუბარი, მაგრამ აი კონკრეტულად რა იგულისხმება ამ ნოვატორულ მეთოდებში და ასე ვთქვათ, რაღაცა, თუნდაც ახალ რამე ტექნოლოგიაში. ხო, არა, დიპლომატიაში ეს არის ძალიან კლასიკური ცნებები, ვთქვათ. პოზიციის ჩამოყალიბება მოლაპარაკებების მოლოდინში და კარგად არის ეს აღწერილი, ასე ვთქვათ, დიპლომატიურ სახელმძღვანელოებში და ნოვატორულ მიდგომას მე ზუსტად იმას გულისხმობდი, რომ თითქოს და
პუტინის მიერ მათ გამოიხატება ერთის მხრივ რაღაც ნდობა და ის რომ ჯერავს პუტინს რომ პუტინს უნდა ნამდვილად მშვიდობა და შემდეგ რა თვითონ ტრამპმა განაცხადა და ამან შეიძლება რაღაც ასე ვთქვათ ილუზიების სამყაროშიც კი მოახვედროს პუტინი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ჯიდი ვენსი გაცხადებს რომ აი პუტინმა თუ არ მიიღო სამშვიდობო გარიგება რომელიც დაიდება მაგიდაზე ტრამპის მხრიდან და რომელიც სხვათაშორის იქნება შეთანხმებული ზელენსკისთან იმიტომ რომ ზელენსკისთან ძალიან კარგად სტრუქტურირებული დიალოგი აქვს ამერიკელებს ეს მიუნხენშიც მტკიცდება აი თუ ეს არ მიიღო პუტინმა მაშინ ამერიკა გაამკაცრებს საკუთარ მოთხოვნებს გაამკაცრებს სანქციებს და გაამკაცრებს და გაზდის სამხედრო წნეხს რუსეთზე აი ზუსტად ეს თითქოს და ორი აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა რომელიც არ არის დამახასიათებელი კლასიკური დიპლომატიური ინსტრუმენტებისთვის არის ჩემის აზრით ის რაღაც ნოვაცია რომლის შემოტანაც უნდა ტრამპს ამ პროცესში და ვინაიდან საერთოდ ახლა ის ვერ დაუშვებს იმას რომ ამერიკამ ეს ბრძოლა წააგოს იმიტომ რომ ყველას კარგად ესმის რომ ეს არ არის მარტო უკრაინელების ბრძოლა და ძალიან კარგად იყო ჩამოყალიბებული რამოდენიმე ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან პირველ რიგში ეს ურსულა ფონ დერ ლაიენის მისამართით ვამბობ ამას რომ უკრაინის მარცხი იქნება არა მხოლოდ უკრაინის მარცხი არამედ ევროკავშირის მარცხიც, ნატოს მარცხიც და ამერიკის მარცხიცო და ამ მარცხს მერწმუნეთ ტრამპი თავისი ბუნებიდან გამომდინარე და იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომლის აკუმულირება ძალიან კარგად მოახერხა მან, ამ დამარცხებას ვერ შეეგუება ვერანაირად. სანამ გადავიდოდეთ უშუალოდ ისევ უკრაინაზე, ძირითადად ეს გვაქვს ჩვენ თემა, მე მაინტერესებს თქვენი აზრი არა მარტო მე, ალბათ ჩვენ მაყურებელს პირველ რიგში აინტერესებს თქვენი აზრი ამერიკა და ევროპის ურთიერთობის დინამიკაზე, იმიტომ რომ ბოლო დროს რაღაც გარკვეულწილად ორივე მხრიდან იყო საკმაოდ ისეთი მძაფრი შეფასები და კომენტარები, სხვადასხვა რაღაც თქვათ მოვლენებთან დაკავშირებით, არა მხოლოდ მოვლენა, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, ხო, ძირითადად რაღაცა ეკონომიკურ ფინანსებთან დაკავშირებული და ეკონომიკასთან დაკავშირებული. როგორ ფიქრობთ, ამავე დროს ილონ მასკიც ძალიან ხშირად იყენებს ამ ფრაზას, როგორც იყო თქვათ მაგარაც არის Make America Great Again, ასევე Make Europe Great Again. რა იგულისხმება თქვენი ეს თამაში, ანუ რა არის მასკის მიზანი საბოლოოდ და როგორ შეაფასებთ დასავლეთის და ევროპის და ამერიკის ურთიერთობის დინამიკას ამ ეტაპზე? ესე იგი, ობიექტური რეალობა მდგომარეობს იმაში, რომ ყველაზე სანდო პარტნიორი ამერიკის არის ევროკავშირი და ევროკავშირის ყველაზე სანდო პარტნიორი არის ამერიკის შეერთებული შტატები. და ვინაიდან ეს ეფუძნება, ასე ვთქვათ, ფუნდამენტალურ ფასეულობათა სისტემას და საერთაშორისო სამართლის აღიარებულ ნორმების და პრინციპების ერთობლიობას. და ერთიან ხედვას ამ ორი დიდი გაერთიანების, რაც შეეხება მსოფლიო გლობალურ ურთიერთობებს და საერთაშორისო ურთიერთობების სისტემას და ესე იგი ვაჭრობა ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების უახლოვდება $1 ტრილიონ, რაც არის ყველაზე მსხვილი კომპონენტი საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების სისტემის. მაგრამ თავარი ფასეულობა აქ არის ის, რომ აი ერთიანი ფასეულობების სისტემა არის ის ძლიერი ფუნდამენტი, რაზეც ანვითარებენ ურთიერთობებს ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი და მე ვფიქრობ, რომ ამ ერთობას ვერავინ ვერ შეარყევს, ვერანაირი რაღაც ტაქტიკური რაღაც ზომები, რაღაც ნაბიჯები და ასე შემდეგ და თვითონ სწორედ ბრძანეთ თქვენ, რომ თვითონ ილონ მასკიც აღიარებს იმას, რომ ევროკავშირი არის უმთავრესი დასაყრდენი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების, ამიტომ ეხლა გლობალური ურთიერთობების გადანაწილების კონტექსტში, რა თქმა უნდა, ახალ ხარისხს შეიძენს ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები. ამისი მთავარი დამახასიათებელი თვისება იქნება ის, რომ ევროკავშირი მეტ პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარი უსაფრთხოების საკითხებზე, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი არის ბუნებრივად პრაქტიკულად მთელი ევროკავშირი არის მონაწილე ნატოსი
აქ სხვათა შორის საკვანძო როლს შეასრულებს ასევე დიდი ბრიტანეთი, რომელიც არის ნატოს წევრი, მაგრამ აღარ არის ევროკავშირის წევრი და არის უმთავრესი პარტნიორი, როგორც ცალკე აღებული ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატების და სხვათა შორის აქ მე მენიშნა ის, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო მონაწილეობა სრულფასოვანი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში ძალიან საინტერესო ახალ ფორმატში. იქ იყო ვეიმარის სამკუთხედი, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და დიდი ბრიტანეთი. და ჩამოყალიბდა ამ განცხადებაში და სხვათა შორის ხო ბატონმა სიბიგამ მიიღო მონაწილეობა აქ ამ შეხვედრაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩამოაყალიბეს ძალიან მკაფიო მიდგომა. არაფერი უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები არ წყდება უკრაინის გარეშე და არც ერთი საკითხი ევროპასთან დაკავშირებით არ წყდება ევროპის გარეშე. აი ეს დიდი ბრიტანეთის მინისტრის მონაწილეობა ამ შეხვედრაში მე ვფიქრობ იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ესაც თავის გავლენას მოახდენს ახალი ხარისხის ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატების შორის. ბატონო ვალერი, ერთი კითხვითაც მაინც საქართველოსაც რო შევეხოთ, აი სანამ ტრამპი გახდებოდა პრეზიდენტი, ჩვენ გვახსოვს ყველას ქართულმა ოცნებამ რაღაცნაირი მოლოდინი გააჩინა ხალხში, რომ თითქოს აი ტრამპი მოვა და მაინც ვერ გავიგეთ რას გულისხმობდნენ ეს ტრამპი მოვა, რატო გვაშინებდნენ ამ ყველაფრით. და დღეს რაღაც ამ მოცემულ მომენტში ამ მიმართულებით თითქოს ჩუმად არიან. აი მთელ ამ პროცესში ხა გასაგებია მაინც ჯერ ჩამოყალიბებული არ არის ზუსტად არ ვიცით რა ხდება და გარკვევის პროცესია, მაგრამ თქვენი აზრით სად არის ახლა საქართველოს და რა პერსპექტივები აქვს და რა მოლოდინები შეიძლება რომ ჩვენ გვქონდეს აი ამ მიმართულებით? ნუ გასაგებია რომ რაღაც საკრალურ თარიღად ასახელებდნენ, ესე იგი ქართული ოცნების მესვეურები ამ 20 იანვარს, ახალი წელთაღრიცხვა სავეთქმა ყოფილიყო. გასაგები იყო რომ აქედან არაფერი არ გამოვიდოდა პრინციპში რაც ასევე მოხდა, ვერანაირი რესურსი ურთიერთობების ტრამპის ადმინისტრაციასთან ქართულმა ოცნებამ ვერ გააჩინა, ეს იყო სავსებით მოსალოდნელი, ვინაიდან სტრატეგიული, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღო ქართულმა ოცნება, თუ საერთოდ შეიძლება რამე სტრატეგიაზე ვილაპარაკოთ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით, ანუ ამ შემთხვევაში მე გულისხმობ მათ დამოკიდებულებას ჩინეთთან, ცნობილ ფოტოებს თეირანში გადაღებულს ბატონი კობახიძეს მონაწილეობით და ასე შემდეგ. ეს ძალიან სუსტი მოტივატორია, ასე ვთქვათ, ტრამპისთვის, მისი ბუნებიდან გამომდინარე, რომ მან მოიგონოს ქართულ ოცნებასთან რაღაც ურთიერთობების დამყარება. ეხლა მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა საქართველოს არ არის ტრამპის ადმინისტრაციის პირველ ათეულში, ასე ვთქვათ, პრიორიტეტების, მაგრამ საქართველოს არის ის ქვეყანა, სადაც ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია ძალიან სწრაფად, მოკლე დროში და ნაკლები რესურსების გამოყენებით ძალიან სერიოზული დიპლომატიური გამარჯვების მიღწევა. რაც იქნება იმავდროულად მისი სამი გეოპოლიტიკური მეტოქის ინტერესების შეზღუდვა და მათი დამარცხება. ეს არის, უпростоრეთ ორი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე, ჩინეთი და რუსეთი და ერთი რეგიონალური მოწინააღმდეგე, ირანი. მეორე, ესე იგი, საქართველოსთან მიმართებაში არის ძალიან მყარად ჩამოყალიბებული ორმხრივი ორპარტიული, ასე ვთქვათ, პოზიცია რესპუბლიკელების და დემოკრატების და ეს არ არის პოზიცია, ასე ვთქვათ, ბევრი საკითხის მიმართ, როგორც საქართველოს მიმართ არის ეს სახეზე, ეს მეორე და მესამე, ესე იგი, თუ ვინმე ენდობა ტრამპი საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკის ჩამოყალიბების დროს, ეს არის ის ხალხი, რომელიც იყო მის გვერდით ამ ბრძოლაში და ეს არის რესპუბლიკელების ცნობილი ჯგუფი, შეიძლება დავასახელოთ ბატონი უილსონი, ბატონი უიკერი, ბატონი ტარნერი, რომლებმაც ძალიან კარგად იციან საქართველოს და თუ ვინმეს დაეკითხება ტრამპი თუ რა პოლიტიკა უნდა გატარდეს საქართველოსთან მიმართებაში, იქნება ეს ხალხი, რომელიც არის, ასე ვთქვათ, სერიოზული ავტორიტეტის და რეპუტაციის მატარებელი არა მხოლოდ რესპუბლიკურ პარტიაში, არამედ მთლიანად ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის მხოლოდ დროის საკითხი. რა თქმა უნდა, მთავარი ახლა არის უკრაინა, სხვათა შორის უკრაინის ბედი ძალიან მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმას, თუ სად აღმოჩნდებით ჩვენ
და ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი. აქ მე მხოლოდ ეს მოლაპარაკებები არ მადარდებს, რომელიც რაღაცნაირად დააფიქსირებს როგორც ჩანს არსებულ ვითარებას, მე მადარდებს ის თუ რა მოხდება ამ მოლაპარაკებების შემდეგ და ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. ეს ძირითადად არის 4 საკითხი. როგორ იქნება უზრუნველყოფილი უსაფრთხოება უკრაინის, ვინ გადაიხდის უკრაინის აღდგენის თანხებს და აქედან გამომდინარე 300 მილიარდი გაყინული რუსეთის სახსრები იქნება გადაცემული უკრაინისთვის თუ როგორ და რამდენი და რა მოხდება ამ თვალსაზრისით. მესამე საკითხი სანქციების საკითხია, ანუ მოიხსნება თუ არა სანქციები თუ პირიქით გამკაცრდება და მეოთხე იმ კრიმინალებს, ასე ვთქვათ, ომის კრიმინალებს რა ბედი ეწევათ, ვინც მოახდინა ის რაც მოხდა ირპენში, ბუჩაში და ასე შემდეგ და რაც შეეხება უსაფრთხოების იმგეს, რა ქვია, გარანტიებს, მაგალითად დღეს ლინცი გრემმა გააჟღერა ძალიან საინტერესო იდეა, რომ გადაუცეთობა რემა, ხო მგონი? ერთ-ერთი ესეც. ხო, არა, ეს ერთი, მაგრამ ლინცი გრემმა თქვა, რომ კი ბატონო, ეხლა თქვათ უკრაინის მიღებაზე ლაპარაკი არ არის ნატოში, მაგრამ ჩვენ უნდა უთხრათ რუსებს, რომ ამ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ თუ ხელმეორედ განახორციელებს რუსეთი შეტევას უკრაინაზე, მეორე დღეს ჩვენ მივიღებთ უკრაინას ნატოში. ეს ერთი. ეხლა მეორე საინტერესო იდეა, რომელიც მინდა გავაჟღერო, არის ის, მე ვფიქრობ, რომ ამ ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად ნატომ გამოაცხადოს, ნატომ ჩაკეტოს საჰაერო სივრცე უკრაინის. და გარანტია მისცეს საიმისოდ, რომ უკვე ვერც ასე ვთქვათ, რაკეტა და ვერც ჭურვი და ვერც ბომბი, ავიაბომბი, ესე იგი ვერ იქნება გამოყენებული უკრაინის წინააღმდეგ. რაც დღეს ესეთი პრობლემაა ყოველთვის. დღეს კი არა. ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი პრობლემაა და ამისთანა ჩამკეტები თუ იქნება გამოყენებული, ამასთან დაკავშირებით და ვთქვათ ეს ჩვენ მივიღებთ რაღაც პასუხებს იმ 4 საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მოგახსენეთ, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება პოზიტიური პროცესის დასაწყისი, იმიტომ რომ შეწყდება ცეცხლი და უკრაინა მიიღებს რაღაც შესაძლებლობებს, რომ აღიდგინოს ეს თავისი დანაკარგები და გადავიდეს ნორმალური ცხოვრების რიტმში. ბატონო ვალერე, ჩვენ უკვე ბევრი დრო არ დაგვრჩა, ამიტომ პირველ რიგში გეტყვით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია ჩემი ის ნაცნობები უსმენენ დღევანდელ გადაცემას, ვინც ხელავდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ რატო შეიქმნა ესეთი წინაპირობა და ეს განცდები გამძაფრა იმანაც და მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ცოტა შეშინებულები არიან ტრამპის ადმინისტრაციით კონკრეტულად ჩვენთან მიმართებაში, მაგრამ თავარი უკრაინისთან მიმართებაში. იმიტომ რომ მე მესმის, რომ წინასაარჩევნო გარემო სულ სხვა რამეა და სულ სხვა რამე ითქმება, შემდეგ უკვე ცოტა სულ სხვა რამეა. მაგრამ მაინც იგივე JD Vance-ის თქვა განცხადებები წინასაარჩევნოთ უკრაინასთან დაკავშირებით, იგივე ტრამპის განცხადებები, რომ ერთ დღეში დავასრულებ ამ ომს და ასე შემდეგ, ქმნიდა ბევრი კონსპირაციული თეორიების სივრცეს, ასე ვთქვათ, და ხშირად შეიძლება კონსპირაციულიც არ ყოფილიყო, უბრალოდ რაღაცა ლოგიკური დასკვნები გაგეკეთებინა. ამის შემდეგ თითქოს გარკვეულწილად ხალხმა ამოისურთქა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჩვენ მივიღებთ წიაღისეულს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფას წიაღისეულია უკრაინიდან, ხოლო ისინი მიიღებენ ჩვენ დახმარებას. აი წიაღისეულთან დაკავშირებით ბოლოს უკვე ცოტა რომ შევეხოთ ამ თემას, რამდენად გამართლებულია იმ ადამიანების შიშები, ვინც ეხლაც კი შეშინებულია ტრამპისგან გამომდინარე და შიდაწნეხის აქ თუ არა მნიშვნელობა, აი პირობითად მაგალითად გართულ და მოლაპარაკებები ან რამეზე ვერ შეთანხმდნენ, ტრამპს უკვე ნათქვა მიქონა, რომ ერთ დღეში დავასრულებ, ანუ მასაც გარკვეული პატარა წნეხი შიგნით აქვს. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით როგორ ფიქრობთ? შეიძლება რომ ოპტიმისტურად იყოს ადამიანი განწყობილი, განსაკუთრებით ამ წიაღისეულის ხსენების შემდეგ. სხვათა შორის ეს წიაღისეულის გამოყენება და ერთობლივი დამუშავება ამ წიაღისეულის როგორც ამერიკელებთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან და ევროკავშირთან ზოგადად იყო ზელენსკის სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთი პუნქტი. და მე ვფიქრობ, რომ ამერიკელების დაინტერესება ამით არის საერთოდ ჯერ იმის აღიარება, რომ ისინი უკრაინას აღიქვამენ როგორც სერიოზულ პარტნიორს და მზად არიან, რომ უკრაინის
აღდგენაში მათ შორის და კეთილდღეობაში შემოვიდნენ გარკვეული სერიოზული ინვესტიციებით, იმიტომ რომ ამ მუშაობის შედეგად უკრაინა უფრო მჭიდროდ იქნება დაკავშირებული დასავლურ და ამ შემთხვევაში ამერიკულ ბაზრებთან, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ ომის შემდეგ, რა თქმა უნდა, თლიანი მოხდება რესტრუქტურიზაცია უკრაინის საგარეო ეკონომიკური კავშირების. ძირითადად ომამდე ძალიან სერიოზული ხვედრითი წილი უკრაინის საგარეო ვაჭრობის რუსეთზე მოდიოდა და ეხლა უკვე ჩაბარდა ისტორიას. ამიტომ უკრაინამ უნდა მოძებნოს საკუთარი ახალი ადგილი შრომის საერთაშორისო დანაწილებაში და თუ აქ იქნება სერიოზული ინვესტირებული ამერიკელების ინტერესი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და სხვათა შორის სერიოზულ განწყობებზე ისიც მეტყველებს, რომ GD Vance-მა ჩაიტანა პირველი, ასე ვთქვათ, პროექტი მემორანდუმის ამ საკითხთან დაკავშირებით, ის გადაეცა ზელენსკის, მაგრამ ზელენსკიმ, ასე ვთქვათ, ბრმად ამაზე თანხმობა არ განაცხადა, მოითხოვა რამოდენიმე საათი პაუზა და უკრაინის დელეგაცია მეტყობა კიევის სპეციალისტებთან ერთად განიხილეს, ასე ვთქვათ, ეს დეტალურად ეს დოკუმენტი და შემდგომში, ასე ვთქვათ, უკვე შედგა ეს რამოდენიმე საათის შემდეგ შეხვედრა GD Vance-თან, სადაც ალბათ სერიოზულად განიხილავენ სხვა საკითხებთან ერთად ამ მემორანდუმსაც. ამიტომ ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჯანსაღი პროცესი, რომელიც შეუწყობს ხელს უკრაინის უფრო მხარ დამკვიდრებას ამ ახალი საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში, რომელიც ჩვენ თვალწინ ყარიბდება. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ვალერი, სამწუხაროდ დიდი დრო არ გვაქვს, თორე აი კიდევ სიამონებით ვისაუბრებით ამ თემაზე, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ძალიან აქტუალურია, ძალიან საინტერესოც არის და თქვენ ძალიან და დამაიმედებელი რამეები მოვისმინეთ და დიდი მადლობა ამისთვის. ამას მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ საინფორმაციო ქაოსში მადლობა, რომ სტერილიზაცია გარკვეული საკითხების მოახდინეთ. მადლობა გემშვიდობებით და კიდევ გელოდებით იმედი დაგვიბრუნდებით ხოლმე. დიდი მადლობა ნახვამდის. კარგად გრძანდებოდეთ. და ჩვენს მაყურებელსაც უნდა დამემშვიდობოთ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საინტერესო გადაცემა გამოვიდა და სანამ დაგემშვიდობებოდეთ, ერთი რაღაცის თქმა მინდა. შეიძლება ძალიან ეცადონ, რომ ჩვენ გაგვაჩვმან, მაგრამ ჩვენ მაინც არ გავჩერდებით არასდროს, ასე რომ ბოლომდე. გემშვიდობებით. დროებით.